სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. გულით ადგილოცავ ჩვენ სამღვდელოებასთან ერთად აწინდელ საუფლო 12-თაგან დღესასწაულს ფერიცვალებას უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მოდით აქედანვე დავაზუსტებ, რომ სინამდვილეში ფერიცვალ არა უფალმა, არამედ როგორც დიდი ღვთისმეტყველი გრიგოლ პალამა გვასწავლის, ფერიცვალება მოხდა მოციქულთა თვალებში, მათ მხედველობაში. ამ რაზეც უფრო განცობით თავის ადგილზე მოგახსენებთ. რამდენადაც დიდი და უმაღლესია აწინდელი დღესასწაული, იმდენად დაბლად და სრულ არარაობად გრძნობ თავს ღვთიური დიდების წინაშე მეტადრე, როცა ფერიცვალებას ღმერთმა სწორედ თავისი დიდება მართალია ნაპერწკალი ამ დიდებისა გამოავლინა, მაგრამ სავსების საკმარისი გახდა, რომ მწვერვალი მოციქულები პეტრე და ზებედესები, იაკობი და იოანე თავდავიწყებაში და ენით გამოუთხელ სიხარულსა და ნეტარებაში ჩაეგდო. გარდა მაგისა მოეცა ნიჭი წინასწარმეტყველებისა და ამაზეც თავის ადგილას მოგაგონებთ. რამდენადაც ამაღლებულია დღესასწაული, მაგონდება ჰიმნოგრაფიიდან ეგევით არის სიტყვები. ვერ შემძლებელ ვარ ახილვად და გაცდათ სიმაღლესაც ისასა. ესე იგი, ჰიმნოგრაფი რაზედ ლაპარაკობს? ჩემი ცოდვები, ჩემი უძლურება, ჩემი უკეთურება არ მაძლევს საშუალებას, რომ აღვიხილო ზეცად და განვიცადო ის სიმაღლენი, რითაც ხასიათდება ზეციური სასუფეველი, რომლის ნაპერწკალი სასუფეველის დიდებისა, როგორც უკვე გითხარით, სწორედ ფერიცვალებას გამოავლინა უფალმა წინაშე მოციქულთა და წინასწარმეტყველთა, რომელიც მას გამოეცხადნენ იმხანად. აი სწორედ ეს განცდები მეუფლებოდა ამ დღეების განმავლობაში, როდესაც გვიახლოვდებოდა უდიდესი საუფლო დღესასწაული ფერიცვალებისა, რომელიც უფლის დიდების საზეიმო გამოხატულება იყო. მაგრამ იქვე ჰიმნოგრაფიაში ჩემთან უგეშად ნახე ეგევით არის სიტყვებიც. ესე იგი, მთხრებლისაგან ცოდვათასა აღმოგიყვანს სიმდაბლე. ესე იგი, ცოდვათა ორმოდან მთხრებლიდან ამოგიყვანს სიმდაბლე. და მართლაც უფალი რას ამბობს? ვის მივხედო დაბალ საგულით თავად მეპასუხობს, რომელსაც ძალუც ფიცკორეთაგან ცოდვათასა ზეციურ სასუფეველში აამაღლოს ადამიანი, ეგევით არის დიდი ძალა აქვს სინანულს. და ამაზე კიდე ვის მიანიშნებს, რომ მისმა წინამორბედმა იოანე ნათლისმცემელმა და თავად უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ სახარების ქადაგება იწყო სწორედ ამ სინანულის გამომხატველი სიტყვებით და მისი მნიშვნელობისა და სიღრმისა. შეიმანეთ, რამე თუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი. აწინდელ დღესასწაულზე ფერიცვალებისა გვეზრახებიან 4 მახარებლიდან 3, მათე, მარკოსი და ლუკა, ანუ სინოპტიკოსი მახარებლები. და ასევე, როგორც დღესაც იქნა წიგნის კითხველის მიერ ამოკითხული, პეტრე მოციქული თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში, სადაც პირდაპირ ამოწმებს, რომ ჩვენ ბებიის ზღაპრებს კი არ მოგითხრობ და გიქადაგებთო, არამედ იმ დიდებაზე გესაუბრებით, გეზრახებით, რომელიც თავად ჩვენ ვიხილეთ უშუალოდ მოციქულებმა და გულისხმობს ასევე ზებედესებს, იაკობსა და იოანეს, თანამონაწილედ ამ ხილვისა. და ესევე გვესმა ხმა ზეციური მამისა, წმინდა მთის მწვერვალზე, ისმინეთ მაგისი ქრისტეზე მიანიშნებდა ზეციური მამა, ეგიარზე ჩემი მხოლოდ შობილი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ, ძველ ქართულად სათნო ვიყავ, ნიშნავს, რომელიც ჩემთვის მოსაწონი გავიხადე, იმიტომ რომ იესო ქრისტე მორჩილი იყო, როგორც ჯერ კიდევ ფსალმში იყო წინასწარმეტყველება ზეციური მამისა და მორჩილი მის სიკვდილამდე. მან იწვნია ის, რაც მასთან არ უნდა მოსულიყო, სიკვდილი. რადგან სიკვდილის საწერტელი ადამიანში არის ცოდვა, ხოლო ქრისტე კი უცოდველი იყო.
მაგრამ აი რას ამბობს მაცხოვარი ამასთან მიმართებაში მე ზეციურ მამას სწორედ ამად უყვარმა რომ ჩემი ნები დავსდებ სულს ცოდვა კი არ აძლევს საბავს სატანასა და სიკვდილს ჩემი ნები დავსდებ სულს მოყვასისთვის გზაში სტომურ ცხოვართათვის რომელიც ჩემი ჯვრიანი მსხვერპლით უნდა შევარიგო ზეციურ მამასთან და ესე გამოძევებული 64-დან დავაბრუნო ზეციურ სასუფეველში გალაქტიონ ტაბიძეს როგორც მოგვითხრობენ ქონდა უჩვეულო თვისება თითქოს და ბუნებით არახელოვნური თვისება ვიდრე ლექს გამოთქვამდა მანამდე ზოგჯერ დღეები კვირების და შესაძლოა თვეები ატარებდა რიტმს რაღაც გარკვეულ რიტმს აეკვიატებოდა ადამიანურად თქვათ და ესე იგი რიტმი რომელიც უნდა აივსოს სიტყვებით შეივსოს და გარდა მაგისა რითმიანი უნდა იყოს ქართულ პოეზიაში ამ ყველაფერს ის ატარებდა ესე იგი როგორც სადღვებელა დიდხანს რომ არ წევდა უნდა გამოხადოს კარაქი და დარჩეს დო და ორივე მარგებელია ადამიანისთვის რაღაც ასეთი ხდებოდა გალაქტიონშიც და მერე როცა მოუვლიდა ზეგარდამო ამოხეთქავდა ლექსი ეხლა რატო ვიგონებ ამ მაგალითს შეიძლება ცოტა ზვაობრულად აჟღერდეს მაგრამ ასეა ჩემთანაც და ეს მომისმენია წამიკითხავს ზოგიერთ მქადაგებელ მამასთანაც ვიდრე ესე არ უნდა ვიფიქროთ რომ აი თემატურად ფერიცვალებაზე ვიქადაგებ რა თქმა უნდა შინაარსობრივად მესმის და მეტნაკლებად მამებიდან მაგრამ ეს არ არის ქადაგების გამოთქმა აი როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს თირკმელი რა არის ადამიანში თირკმელიც კი და ყოველი ნასხამი არა მარტო სულიერი კონსტიტუცია არამედ ხორციელი კონსტიტუციაც უნდა გაიაროს სათქმელმა სიტყვამ და ის სწორედ მაშინ არის რომ ეს სიტყვა აღწევს ადამიანის ყურამდე არამედ ხურთასმენამდე და არა უბრალოდ ხურთასმენამდე არამედ გულის გულში ილექება და იძერება და ბადებს სურვილს რაც მოისმინა შეიტკბოს და აღასრულოს რადგან უფალიც ხომ ამბობს საგვარეულო არა ის ხონდება ვინც მხოლოდ მოისმენს თუნდაც მოიწონებს არამედ ვინც მოისმენს მოიწონებს დაიმარხავს ანუ დაიმახსოვრებს მთელ არსებაში და აღასრულებს რადგან წმენა საქმის გარეშე მკვდარია აუცილებელია ამის ასრულება აქ პავლე მოციქულიც ამბობს ჩვენ სარწმუნოებაზე რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გქონდეს მოციქულებრივი ჭეშმარიტი მართლმადიდებლობითი სარწმუნოება მაგრამ გულში არ უნდა დავიმარხოთ ხომ ჭეშმარიტება დაგვიმარხავს გულში მაგრამ ესეც არ გვაცხონებს თუ არ გამოვავლენთ და თუ არ დავამოწმებთ მის ერთგულებას როგორც ამბობს დიდი გრიგოლ ღვთისმეტყველი სოფლიო მამა და მასწავლებელი სამი რამ აცხონებს ადამიანს გულში გქონდეს მას ჭეშმარიტი სარწმუნოება ანუ მართლმადიდებლობა იყოს აღსარებელი ამ სარწმუნოების თუნდაც ის რომ ტაძარში შევიკრიბეთ ღვთის სიტყვას არ მოვთქვათ თქვენ ისმენთ პირჯვარს ვისახავთ სანთელი დავანთეთ ვუგალობეთ უფალს თუ წიგნის კითხველმა ჰიმნები ამოკითხავთ ღვთაებრივი ყველაფერი ჩვენი შინაგანი რწმენის გარეგანი გამოხატული ანუ აღსარებლობა და აღსარებლობის ერთგულება გვიბრძანა უფალმა თუნდაც მოწამეობამდე სისხლიც კი უნდა დავსხიოთ ჩვენი შინაგანი სარწმუნოებისთვის. აი ეს არის მტყუარი და ჭეშმარიტი სული აღსარებლობა და ამას ემატება ესე იგი შინაგან ჭეშმარიტ წმენასა და აღსარებლობას მოწამეობამდე ემატება ასევე წმიდა და უბიწო ცხოვრება, რომელსაც ძველი ღვთისმეტყველი მამები ერთადერთ ჭეშმარიტ ფილოსოფოსობას, ანუ სიბრძნის მეტყველებას უწოდებდნენ. არა წიგნთაგან, არამედ შენი საქმეების და შენი ცხოვრების წესით ავლენა ქრისტიანულ მსოფლმხედველობას. მოკლედ რომ გითხრათ, ესე იგი ახლოვდებოდა ფერიცვალება, თუ გახსოვთ ორი კვირადღე არ მიწირავს, ჩემი ავადმყოფობის და უძლურების გამო, ყველაზე მძიმე პერიოდია ეს პაპანაკება სიცხეებია, ჩემთვის როგორც ავადმყოფისთვის, რაც რამდენად მე დამასუსტებდა სულიერად, იმიტომ რომ ყველაზე დიდ ღვთაებრივ ენერგიებს ქრისტიანი მათ შორის მღვდელი იღებს საერთო ლიტურგიაზე და
საღვთო ზიარების ჟამს. და ვიდრე გამოვიდოდი, აღვავლინე ლიტურგია თქვენთან ერთად და მივიღე მე ცოდვილმა და უბადრუხმა ყოვლადწმინდა ცხენი ხორცი და სისხლი უფლისა ჩემისა იესო ქრისტესი. მაგრამ ცხოვრების წესი მაქვს ასეთი, ჩემი სიბერეც, ჩვეულებაც, აწლეულებისა და სხვა მიკარნახებს, რომ ვეცადო არასდროს არ გამშორდე უფალს. სახლი ესეც მცირე ეკლესია. ამიტომ მადლობა ღერს ოჯახიც ისეთი ხავ მეუღლე რომ ხელს არ მიშლიან თივსულიერ ცხოვრებაში მეტადრე რომ მღვდელი ვარ. ეს აუცილებელია ჩემთვის. თუ ჩემში ამ ღვთაებრივი აზრების ჭეშმარიტებების სუბლიმაცია არ მოხდება, თავად არ ვეცდები ვიცხოვრო ამ ცნებებით, მაშინ მინდა გკითხოთ, კი ეს არ ნიშნავს რომ მე ცოდვები არ მაქვს რომელსამე თქვენთაგანს, თუნდაც მღვდელს. მაგრამ როგორც ჩვენი პატრიარქიაც განსვენებული ელია ამბობდა ერთ-ერთი შემდგომის კვირას მოვისმენ და გულის სიხმეში ჩამეწირა, რა თქმა უნდა მეც როგორც ყველა ადამიანი ცოდვილი ვარ, შეცდომები მომსვლია, მაგრამ ცოდვას არასდროს შევგუებო ვარ, არ შევრიგები ვარ. დაეციშვილო როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, წამოდეგი რამდენ გზის მამაო, რამდენჯერაც დაეცემ, ეცადი არ დაეცემ, მაგრამ ეშმაკი მზაკვარია, ადამიანი უძლურია. რამდენჯერაც არ უნდა დაეცე, იმდენჯერ უნდა ეცადო წამოდგე. ღმერთს უყვარს მებრძოლი ქრისტიანი. ეს ეკლესია თავად იწოდება მებრძოლ ეკლესიად. დონდლო, ლაჩარი, ცოდვასთან შერიგებული, სასუწარკვეთილი, სათა სასუფეველს ვერ დაემკვიდრებს. მხოლოდ მებრძოლი. ჩვენა ვართ ქრისტეს მხედრები. ჩვენი მხედართმთავარი, ჩვენი ცხოვრების წინამძღვარი, როგორც მოციქული პავლე ამბობს, არის თავადუფალი ჩვენი იესო ქრისტე. მოკლედ რომ გითხრათ, ახლა ჩემს სუბიექტურ განცდებს გადმოგცემთ, მე შინაგანი დიდი ბრძოლები მქონდა, რის გამო ეს თქვენთვის არ არის აუცილებელი იცოდეთ. გარდა მაგისა, ავადმყოფობა, სიბერეში რა ხდება, იმდენ ინფორმაციას ვეღარ იღებს ადამიანის ტვინი. იშვიათი გამონაკლისების გარდა აქვე დავზენდი ერთ-ერთ აკადემიკოს ბეხტერევას კითხეს, რომ აი ტვინის დაავადებები 4 მნიშვნელოვანი დაავადება არის, დემენცია და ესე შემდეგ, პარკინსონი და სხვა როგორ ავიცილოთ, ყველა რა უნდა ვსვა თუ რა ცხოვრების და მოკლედ ძალიან ღრმააზროვანი პასუხი გასცა ამ მეცნიერმა. იაზროვნეთ. აზროვნება განაახლებს ადამიანის ტვინის უჯრედებს. მაგრამ ვაგლახოთ ჩვენგან უმეტესობას გონია რომ თავი მხოლოდ იმიტომ აბია რომ ბალიშზე მიდოს ან მუთაქაზე, რაც რა თქმა უნდა არასწორია. მერმე ვინც აზროვნებს და აზროვნებს სწორად და ჭიშმარიტებით, უდიდესი სიტყვოება არის, როგორც ივანე ოქროპირი ამბობს, იმაზე დიდი სიამოვნება არ არის სინდისი დააკმაყოფილო, ანუ უსინდისოდ არის ცხოვრო და ამასთან გაიაზრო ღვთაებრივი აზრები. სხვათა შორის საყვარელო, როგორც ჩვენ გახსენებული გრიგოლ ღვთისმეტყველი განგვიმარტავს, როდესაც 64-ში უფალმა საბაოთმა ჩვენი პირველშობილი ადამ და ევა დაადგინა რა ედენ ბაღის 64-ში სულიად დაუმსახურებლად აკურთხა, რომ ედენ ბაღისთვის მოევლოთ ხელმცენარეებისთვის და ამ მამის განმარტებით ეს იყო კურთხება, რომ ღვთაებრივი აზრები მოეაზრებინა. ანუ აზროვნებაზე და ღვთაებრივისა ჩვენ გვაკურთხა თავად უფალმა ღმერთმა. ამიტომაც არის ნახეთ ადამიანის ანატომიაში ჩანს. ტანზე მაღლა თავი დგას. თავი ცისებურია, სასუფევლის მიბაძვით. ტვინი უფალი ღმერთია. ეს ღვთაებრივი გონი, რომელიც ყოველივე ხილულსა და უხილავს, რომელიც მანვე შექმნა, რა თქმა უნდა, განაგებს. და მისი ნებით, რა კი გალაქტიონი ვახსენე, მისი ლექსიდან მოვიგონებ სიოც არ ახრის ამ ქვეყანაზე. მოკლედ აი ეს შინაგანი ბრძოლები, ერთგვარი დაშორება წმინდა ბარძიმთან ჩემი უძლურების გამო, თარგმანება, რაც მე მშველის, ჩემი ბაშველი რგოლია, ცოტა სურათ ხატოვნად რომ თქვა ამ ამავოებაში. აი ამ დღეებში წავიკითხე ერთ-ერთი თანამედროვე განდეგილი მამის ფრაზა, მხოლოდ ფრაზა და ჩამეძირა გონებაში და გოლში. რას ამბობს? მეუდაბნოია თეთრ ზღვასთან მოღვაწეო სადღაც მიგდებულ ადგილას, ზეხორციელი რომ არ არის იქ. და რას ამბობს ეს მამა? როგორც ჩანს მასთან იყვნენ, გაესაუბრენ და ეს დაგვიწერეს.
სულიწმინდის გარეშე უდაბნოც კი საპყრობილია. არა და მეუდაბნოია. და ამას ამბობს მეუდაბნოე. მხოლოდ სულიწმინდი თუ შეიძლება ამ უკაცრიელ ადგილას იცხოვროს ადამიანმა, იცოცხლოს და ადიდოს ღმერთი. ძალიან გულთან მოვიდა ეს სიტყვები. განვავრცო, განვაზოგადებ და ჩემ და თავად, ჩემი შინაგანი ბრძოლებიდან, გამოცდილებიდან თუ სხვა ვიტყვი, განცდილიდან. სულიწმინდის გარეშე საპყრობილია დედამიწა. დღეს განსაკუთრებით, როცა ჯოჯოხეთს უფრო ემსგავსება. საპყრობილია ადამიანური ცხოვრება. სრულიად გაუგებარია მისი არსებობა. ადამიანი როცა შექმნა ღმერთმა, მასში ჩადო იმანენტურად, შინაგანად ლტოლვა ღმერთისაგან. ეს ჩვენი კი არ არის, მან ჩადო ჩვენში. ჩვენ რას ვაკეთებთ? ან ვაღვივებთ ამ სწრაფვას და მამა გაბრიელი შეგვაგებებს სიტყვას და გვეტყვის საბრალოა ადამიანი, რომელიც ზეცისკენ არის სწრაფის. სრულიად უაზრო ცხოვრობსო. და აი ეს ლტოლვა ანიჭებს ქრისტიანს გზნებარებას. მხოლოდ ამ გზით თუ შეიძლება ამ სისულელეების გადატანა, რაც დედამიწას ახასიათებს. უпроსორი იქნება თქვა დედამიწა რა შუაშია. ეს ის ღვთისმკვლელობაა და გაგეღიმებათ, მაგრამ ეს უსულო ქმნილება უფრო მეტად ემორჩილება უფალს, ვიდრე ადამიანი, რომელიც ხატად და მსგავსად თვისად შექმნა უფალმა ღმერთმა და არა თუ არ ემორჩილება კაცთან მოდგმის დიდი ნაწილი დღეს განსაკუთრებით, არამედ პირიქით განუდგა სრულიად შეგნებულად და ემონება სატანას და გმობს ღმერთს. ეს არის მართლაც შეშლილი მსოფლიო. არა და რა. როგორც ჯერ კიდევ იობის წიგნში სულიწმინდა ამბობს, ადამიანი იბადება, რათა ნაპირწყალივით ზეცას ესწრაფდეს. აი ადამიანო, შენი მაღალი დანიშნულება. მსგავსი აზრი გამოთქვა გენიალურმა არსტელმა მწერალმა, თქვა ჰერმან ჰესემ. სტეპის მგელში თავის რომანში, საჩორის მაშინ სტუდენტი ვიყავი უნივერსიტეტში და ძალიან ახლოს მოვიდა ეს ავტორი და მისი ბრძნული აზროვნება. ბიბლიურად აზროვნებს. შეიძლება ითქვას, რომ მხატვრულ ფორმაშია ეს ყველაფერი გახვეული და ამაშია მისი სიმაღლე, რომ მან ღვთიური გახვია, ესე იგი ესთეტიურ ლიტერატურულ ესე იგი სამოსელში და ადვილი აღსაქმელი გახადა განსაკუთრებით ერის კაცებისთვის. ახლა ზოგიერთი აქ მეტყვის, მეტისმეტად ესე იგი კაცრად ქრისტიანი, უბრალოდ ჩემს წარმოდგენაში ფანატიკოსი, რომელსაც აკრწმენა, მაგრამ არ აქვს სიყვარული ყველაზე არსებითი. როგორ ლიტერატურა უნდა ვიკითხო, ეკლესიურობა ხო ეს არები, წმინდა მამებს კითხულობ. წმინდა მამა თქვა, ამბროსი ოპტინელი შეგაგებებს პასუხად და გეტყვის. დიახ, თავდაპირველად სასურველია იკითხო მხატვრული ლიტერატურაც, ფილოსოფიაც, მაგრამ აქ არის როგორც იყვენ ერთი მაგრამ. თუ შენ ამას სიცოცხლის ბოლომდე აკეთებ, მიამიტიხარ. ეს არის პირველი საფეხური შემეცნების კიბეზე. ამას უნდა მოყვეს უკვე ღრმა აზროვნება. და ღრმა აზროვნება განიხილება მხოლოდ და მხოლოდ წმინდა მამებთან, განსაკუთრებით დიდ ღვთისმეტყველებთან, თუმცა ჩვენ გახსენებულთა და ბევრი უფრო ვერ ვახსენეთ საგვარელო. მაგრამ ეს გრადაციულად ხდება ადამიანში. კი იმანენტურად ვიბადებით ბევრი ბუნებითი ნიჭებით, რომელსაც ღმერთი გვაძლევს, მაგრამ მერე ის გვაძლევს რა მადლიან ნიჭებსაც მოვიწოდებს, რომ ტალანტი რომელიც მოგვცა, ანუ ნიჭები. ბოროტ მონასავით, როგორც იგავშია ნათქვამი, მიწაში კი არ დავფლათ, არამედ ვაქნიოთ, ანუ საქმეში ჩავდოთ. დღეს როგორც ვიტყოდით და 5-10 სხვა ტალანტი მოვიგოთ. და იმაზე მაღალზე დაგვადგეს, ვიდრე მოგვცა თავდაპირველად ეს სიმაღლე. რატომ? იმიტომ რომ თავად ღმერთი ამის მომნიჭებელი ყველა ამ ნიჭებისა და საბოლოო სასუფევლისა არის გარეშე შემოუწერელი, მიუწვდომელი. თვით ანგელოზნი ვერ სვდებიან მის არს. თავისი ღვთაებრივი ენერგიებით წმინდანებს და ანგელოზებს აძლევს საშუალებას წარმოდგენა შეიქმნა ღმერთზე. ადამიანურად ვიტყვით ღმერთის თვისებებზე, მისი ბუნების თვისებებზე, მაგრამ არს ვერავინ ჩასვდება.
ღმერთი არამის არასა და უხილავს. ამბობს უფალი და მის საყვარელი მოციქულიც იოანე ღვთისმეტყველი. მხოლოდ შობილმა ზემან იხილა, რომელმან გამოგვიცხადა. გვანახე მამა, ერთხელაც უთხრეს მოციქულებმა, ვინც მე მიხილა, მან იხილა მამა. მე და მამა ერთი ვართ, სულიწმინდა ღმერთთან. ადამიანში ამგვარი შემეცნებაც რა თქმა უნდა თანდათანობით ხდება ღმერთისა, ეს ერთბაშად არ ხდება. რა თქმა უნდა, პავლე მოციქული ამბობს და გვასწავლის, რომ რწმენა ნიჭია ღმერთი აძლევს, მაგრამ სამისოდ ასე ჰარალოდ კი არ არიგებს ნიჭებს უფალი ღმერთი. ის ხედავს შინაგანს ადამიანში. და მადლი ერთია, როგორც ღვთივდიდებული პავლე ამბობს და ნიჭები სხვადასხვა მრავალფერი. ამა თუ იმ ნიჭს შემთხვევით როდი არიგებს უფალი ღმერთი თვით წმინდანებში. მან იცის ყოველივე რაც კაცშია, იცნობს შინაგან ადამიანს, მისი ცხოვრების წესს, მისი სულის თავისებურებებს, მისი ინტელექტის, მის ცხოვრებას, ხარისხს მისი სიწმინდისას, ამ ცხოვრებისა. აი ამის მიხედვით აძლევს ამა თუ იმ ნიჭებს. ვის კორნების ნიშს, ვის მახარებლობის, ვის შეწევნის და ასე შემდეგ. ყველა ეს ნიჭები პირველ ყოვლისა ემსახურება, ვინც მიიღო ესა თუ ის ნიჭი, მის სულიერ აღშენებლობას, ტაძრას უფლისა და ამას გარდა რა თქმა უნდა ურთიერთ აღშენებლობისთვის. აი პავლე მოციქულის ერთ-ერთ ეპისტოლეში ხო ამბობს, ვისაც გააჩენა ნიჭები ენებით ლაპარაკის, წინასწარმეტყველების, გამოთარგმანების, ეს ყველაფერი ეკლესიაში რომ მოდიხეთ, არ გეთ ერთმანეთს. ამ ნიჭებით აღვაშენოთ ერთმანეთი სახლად სულიერად. თუ გნებავს აწინდელი ქადაგებაც, რომელიც წმინდა წერილზეა დაფუძნებული, წმინდა მამათა გამოთარგმანებაზე და ასე ვთქვათ, ხმოვანდება, ჟღერდება ჩემს სოდვილის მიერ, ეხლა თქვენი როგორი ჟღერადობა გაქვს მამა, როგორ ცხოვრობს შვილო და რა დონისთვისაც მივიღწევია სულიერებაში, ისე გამოვხატავ. მაინც შევი არაკეთილ მოსწრებად, მაინც როგორ გამოხატად, ანუ რა ცხოვრება გაქვს სოდვილო. სოდვები ყველას გვაქვს, მაგრამ ერთს მეტი აქვს სინანული, მეორეს ნაკლები. აქ ის შესაბამისად ვთქვით, რომ ცხრებლიდანაც კი ცოდვათასა ამოიყვანს ადამიანს სიმდაბლე და მე რომ თავს ვიმდაბლებ თუნდაც შეურაცხყოფ, ხან ვირს ვადარებ ბალამ ბოსორელის, ხან ბაყაყს დავით მეფის ცხოვრებიდან და ასე შემდეგ, თქვენ ეს რაღაცნაირად გსიამოვნებთ. ალბათ შინაგანი ღვიძლებისაც გაქვთ. სხვებისთვის შეიძლება ეს მისაბაძი გახდეს, რომ ილაპარაკო არასხვის სოდვებზე, არამედ საკუთარ არარავობას. როგორც ახლა ხან დავამთავრე, არაჩვეულებრივი სულიერი დღიურია ღირსი ეფრემ არიზონელისა და ერთ სული მაქვს, როდის დაიბეჭდება, ახლა რედაქტირება მიდის, გასწორება სალომესთან ერთად. და ესე იგი იმედია მზის ნათელს იხილავს, ისე როგორც ახლა ხანს გამოვიდა გულში უკვე მოიტანეს გრიგოლ პალამას ჩვენეული თარგმანებში ქადაგებები, რაც მახარებს რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზის გამო. ისევ არაკეთილ მოსწრებით რა გაკეთებთ მამა რომ იყიდება აი ესეც მე შენგან განსხვავებით არ ვთამაშობ რომ ძალიან სულიერი ვარ ამაღლებ ხორცი მასხია და ეს ვიცი რა კი მაგონდება სიტყვა კი გამირძელა მაგრამ აი ხედავთ ვის ვესაუბრები შინაგანა და ხმამაღლა გამოვთქვა ვის მე კან მიკითხავ შინაგანა და ვაჟკაცობა თუ ეს ვაჟკაცობა არ ყოფნის ხმამაღლა მითხრას პირში პირიქით ლაკუცები, პირმოთნელი, ლიქმნელნი, აი ამათ გასაგონად ვიტყვი. იოანე საჭურისმა მოკლემ სასწაულთ მოქმედმა ერთხელაც ამოიკითხა სახარებაში, რომ აი უფალი ამბობს, შეხედეს ველის შროშანსო, არც ხნავს, არც თესავს, ასე ლამაზად სოლომონ მეფს რომ სიმდიდრის განსახიერება იყო მეფეთა შორის არ იმოსებაო. ადგა, გაიხადა ყველაფერი უდაბნოში გავიდა, ეგვიპტეში ხდება ეს. საზარელი დღე რომ პაპანაკება სიცხე, ღამე ყინვა. რაღა შორს ავიდე, აგერ წალკაში ყოფილ ვარ, თქვათ და დღე იყო აუტანელი სიცხე და ღამე ისე ციოდა, ცეცხლი ვერ გვათქობდა. გვიკაცკაცებდა კბილები, ვრევთან ერთად ვიყავი. ნუ მოკლედ, ესე შეგვიძლია გავცე ეს გაკრად გულში. რატომ იყავი წალკაში? გინდა გითხრათ. თუ არ არის საჭირო. იქნებ საჭიროა. არაფერს არ მოგიტანთ. იქნებ მოგიტანოთ კიდეც.
სათხევლობად, როგორც სახარების ენით რო გითხარ, მებადურობის სათევზაოდ ვიყავი ბრევთან ერთად. როგორ მამაო, თქვენ დადიხარ, დიახ, მე კაზინოში არ დავდივარ. არც კინოთეატრებში, არც ბანკეტებზე და ასე შემდეგ. როცა მაქვს საშუალება, ეხლა სიბერის გამო ვეღარ ვახერხებ. ყოველთვის გავდიოდი თვეში ერთხელ ან ორჯერ. 3-4 კვირა ძალა მყოფნიდა. თუ ეს საინტერესოა, აჰა, იხილეთ. თქვენს მოგიწოდებთ, რა ჩამოთვალე, იქ არის არ ვთნის დადიხართ, ან სტუნებულ ხართ და იქ არის სადაც საჭიროა. დედა ბუნებას ეძახით რა თქვენ, რადგან პავლე მოციქული ამბობს, ბუნების განხილვაც ადამიანს უეჭველად მიყვანს შემოქმედის, ამ ბუნების შემოქმედის აღიარებამდე. კარგით, სიტყვა არ მინდა ძალიან გაგვიგრძელდეს, მოკლედ გაიხადა 60-ელი იოანემ და გავიდათ. სმა აჩერებდა, რა შვები კაცო, არ შეიძლება. არა, უფალი ასე გვასწავლისო. მე მინდა სრულყოფილი ვიყო, აბა უდაბნოში ისთვის გამოვედითო. ძმაც განიკითხა ამით. მთელი დღე იყო პაპანაკება სიცხეში, კარგად გრილდებოდა და ირუნჯებოდა, თქვენ გარუჯვის სეზონი არა მგონი. მოდი აქ ჩაუკრავ სიტყვას, რა გინდათ, შიშვლებს, ტიტულებს, მართლმადიდებელ, ღვთისმოშიშ, ეკლესიურ აღსარებელ მაზიარებლებს, აი გეკითხები თქვენ. თქვენაირი მორწმუნეები ბოლო აღწერი ჩინეთში და უკვე ინდოეთში 1,600,000,000-ია რა. და თავს ნუღარ მოიგწონებს, რომ ჩამოთვლით ხოლმე აქ კეთოს მზითებივით ხშირად მეთქვამს, რომ ასეთი ეკლესიურები ხართ. ჩვენ ასეთები სინამდვილეში არა ვართ. ეხლა დამიწყდი, რა დემაგოგია იწევა მე. შეიძლება ადამიანი წავიდეს, გაშიშვლეს, მაგრამ შიგნით ღმერთი ყავდეს. შენ რომ ღმერთი ყავდეს, ამას არ გააკეთებდი გარეთ. რატო? იგივე ღმერთი გასავლით. ცდუნება ამ სოფელში უნდა შევიდეს, ბრალი მისი ვისგანაც შევა. ეხლა თქვენ როგორ გონიათ, მე ბულის გარდა მამაკაციც ვარ, ახალგაზრდაც ვიყავი და დავბერდი მწარგურ სალონშია ნათქვამი. მამაკაცი მეტადრე შესატყვის ასაკში, როცა გაშიშვლებული, გატიტულებული დედაკაცსაც ვერ ვეტყვი, ქალს ხედავს, გარყვნილების მეტი გულში არაფერი ებადება და ეს სწორედ იქ ხდება უამრავი ამგვარი ცოდვა. აღარ ვეტყვი იქ როგორ გასართობები არის და ასე. ეს არის სული სახჩობელები რა. ეს სეზონური დასვენებები ზღვაზე და ასე შემდეგ. ეხლა რა მე ჩამორჩენილი მღვდელი ვარ, არა პროგრესული ვარ, გოიმი ვარ. არა? აი ასე იმართლებენ მე შემდეგით არგუმენტი თავის სამართლებლად. თქვენ რა სიტყვით ჩემზე, ამბობს პავლე მოციქული, ჩემთვის ნაკლებ საინტერესო, მაგრამ რა სიტყვით უფალი ჩემი, იესო ქრისტე, დიახაც მნიშვნელოვანია. ეხლა თქვენ მეტყვით, მესამე არ მღვდლებიც გვინახავს. კი, სამორინეებშიც დადიან, პოკერკლუბებში, ვალუტის ჟიხურებიც აქვთ. გარყვნილობასაც მისდევენ და ვითომ ღმერთსაც ადიდებენ. კი, მე რა, ეს უფალმა იწინასწარმეტყველა, ბოლო ჟამია და წმინდა მამებიც ალაპარაკა ამაზე, არაერთი და ორი უამრავი გითარგმნე, თავს აღარ შეინაცვლენ. კარგით, მოდით დაუბრუნდეთ იონეს, იმიტომ გადაიერუჯა უდაბნოში და დასხა. მაგრამ თქვენ იცით, რომ დღეს ღამე მოყვება. დღე და ღამე, ზაფხული და არე, ლექსივით გამოგვივიდა. უფალმა ღმერთმა შექმნა, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს ერთ-ერთ ფსალმში. შევიდა დაღამდა. შუა ღამესას საშინელი ყინვა ჩამოვარდა უდაბნოში. ბევრ სითმენდა ჩვენი იოანე, წმინდა მამა, ბევრ სითმენდა, მაშინ ჯერ კიდევ გამოუცდელი. მაგრამ რამდენს მოითმეს ადამიანი, უძლურები ვართ. ამიტომ ზაფხულში წუწუნებთ, რატომ არის ასეთი სიცხეები, ხანძრები ევროპაში და სხვა, ზამთარში რა გაუსაძლისი სიცივე. შვილო, როგორც მამა შვილებს მღვდელი მრევლს გეტყვით. თუ არ სიცივე გინდა და არ სიცხე, იმას სახელად სასუფეველი ქვია. ხო და აი აქ ისე იცხოვრე, რომ მოხვდე იქ, სადაც მზეც კი არ არის, რადგან როგორც აპოკალიფსური გამოცხადება გვასწავლის, იქ მზე არ არის, რადგან იქ მზე არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. და მისგან გამომავალი, გამომკრთოლვარე მათელი, აი ეს არის, ეს მოხდა ფერიცვალებას აქ დედამიწაზე, იქ სასუფეველში, მისი ღვთაებრივი პირის სახის განხილვა, რომლისაგანაც გამოკრთება ხელთუქმნელი თაბორისეული ნათელი ათბობს, ატკბობს, ახარებს და თავდავიწყებაში აგდეს პეტრესა და ზებედესევით ზეციურ სასუფეველში. და ეს პროცესი არის განუწყვეტელი. ჩვენ ვაბა აი მოხვდებით სიკვდილი, მოხვდებით, ეს არაფერია.
თუმცა რაღაცნაირად გულდასაწყვეტია. უფრო ახლობლები გეცოდებია, რომ არ იცი როგორ იქნებიან, მაგრამ ეს ადამიანური პირველი აზრია, რაც მოგდის. უფრო ღრმად ჩაფიქრდები, იტყვი რომ მე ღმერთზე მეტად არც ჩემი ცოლი მეყვარს, არც შვილი, არც დედა, არც მამა და არც არანაირი მოყვას. მე რომ წავიდე, მე არა ვარ მათი მაცხოვარი. იგია უფალი მაცხოვარი. თუ ისმენენ უფლის ხმას, უეჭველა დაცხონეს. და შეეწევა ამ წუთის სოფელში, რომელიც ძალზე მწარია და როგორც მე უდაბნოებ გითხარ, საპყრობილია პირდაპირ ციხია ადამიანისთვის. ბადლის გარეშე. მოკლედ, ბევრი ითმინა თუ ცოტა ითმინა, ადგა და ბოლოს დაბრუნდა თავის კელიაში და თავის ძმას მიუკაკუნა კარზე. ძმა, რომელსაც წინასარწმუნოების მადლი ჰქონდა, ყოველივე უწყოდა, რაც მის სულში ხდებოდა, ეს ბრძოლები, ყინვა, ყველაფერი, დრტვინვა, წუწუნი და კარზე რომ მოუკაკუნა ერთბაშად არ გამოეხმაურა და ის ბოლოს ატირდა ივანე, შენი ვინა ხარ ბოლოს კითხა? ეშმაკი ხარ ალბათ. შუაღამისას უდაბნოში. ლოცვა ხავო, ბერები ერთმანეთს რო ხდებოდნენ, ლოცვას არაო, აქვითინდა ივანე, შენი ძმა ვარო, გავითოშე. გავიყინევ, არა, შენ ნამდვილად ეშმაკი იქნები, რადგან ჩემმა ძმამ დილას მითხრა, რომ მას არ უნდა არც ტანსაცმელი, არც საჭმელი, არც სასმელი, არც კელია. ღმერთი იზრუნებს მასზე. რა კი დაემხო მუხლებზე და აქვითინდა, კარი გავოღო, წამოაყენა ძმა, გადაეხვია, იამბორა, სულიერ კოცნას ნიშნავს და უთხრა, რა კი ღმერთმავე მოგცა, სხეული, ესე იგი ამაზეც უნდა ვიზრუნოთ. ოღონდ თვითმიზანი არ უნდა გახდეს, სხეულზეც უნდა აჭამო, ასვათ, სამოსელით შემოსო. მაგრამ ეს არ უნდა გახდეს თვითმიზანი. თვითმიზანი რა შეხება? რომელიც გადადის მოდაში, ქარაფშუტობაში. ესე იგი მრავალფეროვანი ჭამა რესტორნებში. გართობა. ფუფუნების ჩასმა სამოსლის. ორიოდე დღის წინ უსმენდი ერთ პაპუას, რომელსაც მოусმინეთ თქვენ ძალიან თხოვთ. დღეს რომ მოდაში შემოვიდა ეს ქარაფშუტა კინგიცა ხალხი სვირინგებს რო იკეთებენ, ტატუირებას როგორც დღეს ეძახიან. და ესე იგი პაპუასია წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე, მიყრუებულ ჯუნგლებში ცხოვრობენ და ესე იგი ჩააღწია რომელიღაც ევროპელმა და ინტერვიუს იღებს. ტატუირებას უკეთებს თავის თანატომელსა. ეს ეკითხება რომ რატო უკეთებო და თითქმის თელი სხეული დაფარული ხონდა. რატო უკეთებო ამასო? იმიტომ რომ ჩვენი ღრმარწმენით ყველაფერს აქვს სული. როდესაც ჩვენ განვსახავთ ამა თუ ცხოველებს, ფრინველებს თუ ალეგორიებს თუ სიმბოლოებს, ამ სულებს, რა სულებს? ეშმაკს, სატანასა და მის ანგელოზებს მოუხმობთ ჩვენზე. აი ახლა იხილონ და მოისმინონ იმათ, ვინც არის მოსვირინგებული. მათ შორის მორწმუნეებში თითო როლაში ვნახე, ამას წინათ იყო. პატარა, უმნიშვნელო, პაწია რა, პაწაცა. ვითომ არაფერია ქონდა გაკეთებული ნაზად. ცხვირში საყურე განჭობილი. საყური არა, საცხვირე ქვია. მე ვუთხარი შვილო, მაგას ინდოეთში ძროხას უკეთებენ მეთქი დააპან. მე მგონი დასაბმელი არა ხარ, აკი უკვე მოხვედი მეთქი ტაძარში. და იმ უმორში გაუტარე, იმიტომ რომ ახალ მოსულს კაცრად არ უნდა უთხრა. დაბრკოლდება არა, როგორც ხო, უნდა ეფერო. მოციქული იაკობი გონსალე ზოგს უნდა ეფერო. ზოგს როგორც ცეცხლიდან მრისხანებით გამოიტაცა, ზოგი უნდა შერისხო. ზოგი წამალი ხშირად გვითხრა, კბილია, ზოგი მწარია, მაგრამ ერთი დანიშნულება ორივეს. მოარჩინოს ადამიანი განკორმას. ისე რომ მოარი თქვით მოსვირინგებაზე. გარდა მაგისა კიდევ რატომ არ შეიძლება? სხეულის, როგორც დიდი სულის კანონის ამოწმებს, არა მარტო ბიბლია, ეს არის ღვთის ქმნილება. აი მაგალითად, თუ ადამიანი დაიმახინჯებს თავის ქმნილებას, თქვა თითს მოიჭრის, უმისეს ხელს მოიჭრის, და ან ნესტოს, ყურს, ბიბილოს, მისი კურთხევა აღარ შეიძლება სამუდელო პირად, იმიტომ რომ ღვთის მგმობობაში ჩავარდა ამით, ღვთის ქმნილება დაამახინჯე. ეხლა მოდი მამო, ეხლა თვალები გაუწყინდა თქვენთაგანს და ესეც გითხარით, რომ ასეთი ბრძენი ყოფილხართ. ცხვირის ოპერაცია თუ შეიძლება. როგორც უკვე გითხარით, ესეც ღვთის ქმნილებაა. ცხვირის ღმერთმა მოგაბა. და შევთხოვით კი არ მოგაბა, მაგალითად მიკირტიჩიანის ცხვირი.
იმიტომ რომ შენი წინაპრები იყვნენ მიკირტიჩიანები. შენ სხეულზე ატარებ შენი წინაპრების გენეტიკას. არა მარტო სულის თავისებურებებში, არამედ სხეულში. თუ გნება ჟანრთელობა ავადმყოფობაშიც. თქვენ ხომ იცით მაგალითად ჯულის კანონის 60-ს რომ არის ესეთი სასიკვდინე ცოდვები, თუ ადამიანი ამით შესწოდებს 4-დან 7 თაობამდე გადადის მის მოდგმაში. გესმით თქვენ საგვარეულო? ამიტომ როგორიც დაგბადა უფალმა და დაგბადა არა ჰაერიდან კი არ შექმნა. შენი დედმამიდან და წინაპრებიდან იქმნები. თქვენ ახლა იტყვით კი მეცნიერება დაწინაურდა გენეტიკის მათ შორის მეცნიერება როგორი სიბრძნე და სიღრმეა. არა თუ ადამიანის სისხლში, კანში, უჯრედში ნერწყვი რა არის? საყვარელო ნერწყვშიც კი არის გენეტიკური ინფორმაცია ადამიანზე, მის წინაპრებზე. აქვე მომაგონდა სასაული ნერწყვი რომ დაუნერწყვა უფალმა ბრმას და მოუსვა თვალებს. ქრისტეს ნერწყვში რა შეიძლება ელფონურად ვიტყვი ამას. ანუ კეთილხმოვან, რადგან უფალზე ვლაპარაკობ. დიახ, მის ნერწყვსაც კეთილ მობრძალებით უნდა ვახსენებდეთ, რადგან მის ნერწყვში იყო გენეტიკური ინფორმაცია. ის ზმანებით კი არ იყო ადამიანი, ჭეშმარიტად იყო სრული ღმერთი და სრული კაცი, ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი. როგორც ჭეშმარიტ კაცს ქონდა, რა თქმა უნდა, გენეტიკური კოდიც. აბერატომ არის ჩამოთვლილი, ვინ იყვნენ ქრისტეს წინაპრები, ღვთისმშობელ მარიამის წინაპრები, იქ მათესთან, აქ ლუკასთან ღვთისმშობელ მარიამის წინაპრები, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ატარებდა ქრისტე. და მისი ნერწყვი რა არის? ისიც კი კურნების მომტანი იყო ადამიანისთვის. და რა თქვა, მის ყოვლა წმინდა ხორცზე და სისხლზე და აი ამ დღეებში, როცა ვცდილობდი ქრისტეს არ გამშორებოდი, თუმცა წირვის საშუალება და აკმოსვლის არ ქონდა, თარგმნე არაჩვეულებრივი 3-4 სიტყვა იოანე ოქროპირისა ზიარების შესახებ და ერთი სული მაქვს მარფაროდის გადავა, იმიტომ რომ მარიამობაზე უნდა ვისაუბროთ, ფერიცვალებაზე, რომ ერთ-ერთ უახლოეს კვირა დღეს ზიარებაზე მოგესაუბროთ. ასე უდიერად რომ ვიღებთ ზოგიერთების ზიარებას, დამსახურებად მიგვაჩნია და როგორც თომილებაში ვარ სინამდვილეში და ვიღუპავ თავს. აი ამაზე ცოტა მოგვიანებით, თუ ცოცხლებით ვიქნები, ამოგიკითხავთ და გაგიანალიზებთ იოანე ოქროპირიდან. მაშინ საყვარელო ძალიან შორეული ექსკურსი გამოგვივიდა, დაუბრუნდეთ უკან, ჯერ ხომ არც არაფერი იგითხვავს, კაცმა რო თქვას ფერიცვალებაზე. დღეს რომ მოვდიოდი მოყვას მაგზაში მკითხა ცელი ქადაგება იქნებაო თუ მეუთხარი არ ვიცი მეთქი. მე ვიცი რა უნდა ვთქვა, მაგრამ როგორ ითქმის, სადაც რა ასოციაციები გამიჩნდება ცნობიერებაში, როგორი რემინისცენციები, აბა მე საიდან უნდა ვიცოდე ეს? ეს მხოლოდ სული წმინდა მიცი. და ვიდრე აქ გამოვიდოდი, აქ მწირე გითხარით, ვეზიარე ქრისტეს უხსნელ საიდუმლოებას. პირჯვარი გამოვისახე ამბიონზე რომ დავდექი სამგზის სამების სახელზე და მივენდე სხვანაირად რომ გითხრათ უფალ ღმერთს და რასაც ჩამძახებს და როგორც ჩამძახებს და რამდენსაც ჩამძახებს იმდენს ამოვძახებ ადამიანურად რომ გითხრათ სულ არ ვდრტვინაო რომ მოხუცი ვარ ავადმყოფი ვარ ფეხზე მაგალითად ეხლა სხვანაირად კი არ გუშინ ღამეწვეთი არ ბძინებია ისეთი ტკივილი მქონდა მარცხენა ფეხის და ბოლო დროს შემომეჩვია ეს კურნალობას დამინიშნეს, მაგრამ ჩემ ასაკში ეს კურნალობას არ მოიტანს. შეიძლება შეაჩეროს რამდენადმე პროცესი. ამაზეც ფიქრობდი, როგორ იქნება უძილო, როგორ უნდა ვწირო, როგორ უნდა ვიხადაგო ღვთისმსიტყვა. მე გამეღიმა ჩემს თავზე და ვთქვი, როგორც აქამდე ყოფილა, დღესაც ასე იქნება. და რამე დააკარგა მეტყობა უძილობის არამე არა. ესეც ღვაწლია თავისებური ესეც ღმერთთან მიახლოებაა. იესო ქრისტეზე მეტყვით შემეპასუხებით, ის რომ თვით ქრისტე იძინებდა, გრიგოლ ღვთისმეტყველი კი პასუხებს ჩემ უმეცრის ნაცვლად. ისიც იძინებდა, რათა ძილი ეკურთხებინა და ამით კიდევ ერთხელ ამოწმებდა გარდა ამისა, რომ ჭეშმარიტი კაცი იყო. დაღლა იცოდა, დასვენება საჭიროებდა, მაგრამ მასთან განსხრომი ძილი ფუფუნებით
დიდხანს არასო აგერ ყავს მათ შორის ნაცისაებში შვილებში შეიძლება ბრეულში მომისვენი ახსარე რომ გაოგნებული ვარ შვილი ბავშვი რომ ჩააბა აკვაში ამდენს ვერ დააწინებ განსაკუთრებით არ დადეგების დროს პირველ 2 საათამდე ძინავ ამასაც მომდომებ ესეც ნიჭია ალბათ სიზარმაცის განსაკუთრებული ნიჭი მე ერთ მათგანს უთხარი რომ მკითხა აზრი როგორია შენ არ დადეგები კი არის შვილ მაგრამ იცი რომ გონებას აჩლონგებს მეთქი ბევრი წილი პირდაპირ გაგებით აჩლონგებს აი ეს კოგნიტორი დაავადებები ტვინის ამ ასეთებს უჩნდებათ პირველ ყოვლისა თქვენ რომ იცოდეთ მოაზროვე ადამიანები იშვიათად რომ ამ დაავადებებით დაავადდნენ იშვიათად ისე რომ ხორცი გვასხია ხორცეც მიდრუნ სულზეც და დღევანდელი ფერიცვალების სასწაული კიდევ ერთხელ აჩვენებს იმასაც რომ ქრისტემ ჭეშმარიტად დაემტკიცნეს ხორცნი მის როგორც იყო ფსალმუში ნაწერ ზმანებით კი არა როგორც დოკეტები და გნოსტიკოსები ასავლენ პირველ საუკუნეებში მწვალებლები ქრისტესზე არამედ ჭეშმარიტად დაემტკიცნეს ხორცნი აწავზე იტყვის უფალი დავზვა ცხოვრებაი და განცხადნე მასითა და დაემტკიცნეს მას ხორცნი დაემტკიცნეს ღვთისმშობელ მარიამის ქალწულებრივ უბიწო სისხლთაგან სული წმინდის მოქმედებით როგორ კეთოთ აი ამგვარად ამაზე მეტი სოდნა ჩვენ ქრისტიანეთათვისაც კი არ არის საჭირო და შეიძლება საშიშიც იყოს რომ ბრძნობა დავიწყოთ კერძოდ როგორ მოხდა მე ამას იკითხე არც ვიცი არ სულს დაართვლი როგორც თქვენი წინამძღვარი რომ მეტი გითხრათ ამაზე როგორ მოხდა მისი განკაცნება ხორცნი როგორ დაემტკიცეს ქრისტეს და როგორც გითხარით მისი ხორცი ადამიანურად აღორძინდებოდა იესო ქრისტე იყო ჩვილის ნილველის უსუარიც ყრმაც ჭაბუკიც და მოიწიფა 33 წლანდის იცოცხლა და იცხოვრა დედამიწაზე მაგრამ როდესაც სულისაგან წმინდისა და მარიამ ქალწულისაგან ძეღვთისამ შეისხნა ხორცნი მეხსეულად განახვთო ადამიანური ბუნება რომელიც მიიღო არც ღმერთი გაეთქვიფა ადამიანში არც ადამიანი ღმერთში ამიტომ ის არის სრული ღმერთი და სრული კაცი ანუ ღმერთკაცი აი რა ხდება აი მივაქციოთ ეხლა ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ მახარებელს როდესაც ფერი იცვალა პირობითად უფალმა კი არა მოციქულებში მოხდა ეს ფერიცვალება რა დაემართა მის სამოსელს და მის პირის სახეს ძველ ქართულად პირი ნიშნავს პირის სახეს ჰაბიტუს გარეგნობას ამაზე ცოტა მოგვიანებით და უფრო საფუძვლიანად რომ შევიტყოთ დღევანდელ ფერიცვალების საიდუმლოებაზე მოდით მათე მახარებელს მივაპყროთ ყური და ყურთასმენა რომელთან ერთადაც მოგვითხრობენ ასევე როგორც თავში თქვი სინოპტიკოსი ორი მახარებელიც მარკოსი და ლუკა და ამას გარდა პეტრე მოციქული თავის პირველ ეპისტოლეში მასში ასე გუშინ ცისკარზე იკითხებოდა საცისკრო სახარებად ლუკასაგან მონათხრობი ფერიცვალებაზე დღევანდელ სადღესასწაულო წირვაზე წმინდა მამებმა ღვთივ გამგრძნობილმა მამებმა აიღეს მათეს სახარება მას მივაპყროთ ყური მათეს გზადაგზა შევავსოთ მარკოსიდან ლუკადან ეხლა ზოგიერთ საცოლს და იკითხავს იოანე რატომ არ მოგვითხრობს არაფერს იმიტომ რომ მათე მარკოსმა და ლუკამ ამომწურავად ისაუბრეს ფერიცვალების საიდუმლოებას და იოანე მახარებელი მხოლოდ მაშინ ეხება იმავე საკითხს როდესაც სავსებით არ არის ნათქვამი ყველაფერი ან საჭიროა მისი საღვთისმეტყველო თვალსაზრისით კუთხით გაღრმავება როგორც ჩანს არაფერი მსგავსი ნაკლოვანება არ შეიმჩნევა სინოპტიკოს მახარებლებში მას ასე მათესთან კითხულობ და შემდგომად 6 დღისა წარიყვანა იესო პეტრე და იაკობ და იოანე ძმა იმისი და აღიყვანა ეგენი მთასა მაღალსა თვისება ამასვე ამბობს მარკოს მახარებელი და შემდგომად 6 დღე ხოლო ლუკასთან რამდენადმე სხვაგვარად არის ნათქვამი 8 დღე იყო გასული როდესაც ქრისტემ თვისაგან აიყვანა მოციქულები მთასა მაღალსა რამე წინააღმდეგობა შვილო მომხედე სახი არ მეცნობა ეთყობა არც ახარ ეკლესია შუა ტაძარში გეხარ შენ ლაპარაკობ მაღალი ხარ ხელი ხელზე შემოგიდია და ასე შემდეგ ფილოსოფიური გამომეტყველება გაქვს და სხვადასხვა მაგრამ ტაძარში ასე არ დგებია ბოდის ვიხდი მამაშვილურად მადლობა რომ დამეთანხმე ძალიან კარგი რომ მივოვიხედოთ აქ ფრესკებზე ან უჭრიტოთ ხატებს ვერცად ასეთ გამომეტყველებით ვერცერთ წმინდანს ვერ ნახავ პირიქით
დღესაც ფერიცვალებას, როდესაც გამოეცხადება ქრისტეს, ესე იგი მოსე და ელია როგორდგან დოიჯით, ჯიბეში ხელებს შემოჭრობილი, არა, დადრეკილი მისი დიდების წინაშე და ამას გავამახვილებ თავისადე ყურადღება, დიდებითა გამოჩნდნენო. და ჩვენ ნახავთ, რომ ეს მათი დიდება კი არ იყო, ეს დიდება ეფინებოდა ქრისტესაგან. და მათ ამ დიდების ნაპირწყალი უკვე დედამიწაზე მოიპოვეს თავისი წმინდა ცხოვრებით. დიახ, როგორც სერაფიმ საროველიც ამბობს, ადამიანს ქრისტიანის ცხოვრების დედაასი არის მოიპოვოს მადლის სული წმინდა დედამიწაზე და მადლზე შეიმატოს. და ეს პროცესი თუ ცხონდება ადამიანი, საუკუნოდ უკუნისამდე გრძელდება, რატომ ნაწილობრივ გითხარით შესაბამისად, რადგან ღმერთი არის გარეშე მოუწერელი და პროცესი არის დაუსრულებელი. მაგრამ ეს სწორედ ლტოლვა ღვთისაკენ და მისი ღვთაებრივი პირის სახით ჭვრეტა მატებს მადლს, სინათლეს, რომელიც ხელთუქმნელია და ნეტარებასე გადარჩენილ ადამიანებს, ისევე როგორც მეორე სინათლე წოდებულ ცეციურ ანგელოზებს. მაშასე მოდით ვიკითხოთ საყვარელო წინააღმდეგობა, რომ ესენი 6 დღეს ახსენებენ და ლუკა 8-ს. არაფერი წინააღმდეგობა არ არის. საიდან უნდა ავითვალოთ, რომელი 6 დღეს გულისხმობ, რომელი ეს 6 დღე საიდან აითვლება, ან მათესთან, ან მარკოსთან, 8-დან როდესაც გახდა ლუკასთან, როგორ გახდა? რას გულისხმობენ? აი ვიდრე აიყვანდა მთაზე, ქრისტეს ესაუბრებოდა თავის მოციქულებს. მაგალითად, გზად რომ მოდიოდა, იკითხა, რას ამბობენ, ვინ არის ძეკაცისა? პეტრე იყო ბუნებით ტემპერამენტული, როგორც განმარტავს იოანე ოქროპირი, დაასრო ყველა მოციქულს და ყველა შეხედულება გამოხატა ამით ქრისტეზე, გარდა იუდას, რომელსაც არ სწამდა ქრისტესი. ამიტომ ესეც საინტერესოა რომ ახსენეთ იუდა, რატომ არ აიყვანა ყველა დანარჩენი მოციქული. ვის გამო, რის გამო? ამას თავის ადგილზე მოგახსენებთ. ხო და პეტრემ დაასრო ყველას და აღმოიწერა გულის სიხრმიდან, როგორც მამები განმარტავენ და თვითონ ქრისტემ განმარტა, ჩემი ზეციური მამის მადლით მაღიარე შენ ზეღვთისად ადამიანს არანაირი ლოგიკური და ფილოსოფიური განშით არ შეუძლია მივიდეს ღმერთის აღიარებამდე. ისეთის როგორიც ის არის, მე არ ვამბობ ფილოსოფოსთა ღმერთზე, რომელიც წარმართებთანაც იყო და სხვა ამ ღვთაებრივი გონიკ დაოს რელიგიაში, ჩინეთში და სხვადასხვა. მე ვსაუბრობ ჭეშმარიტ ღმერთზე ყოვლადწმინდა, მხოლოდ სული ღვთისა თუ გამოგიცხადებს ამას. მას გამოუცხადა პეტრეს ეს ერთ-ერთი მიზეზი, რატო აიყვანა სწორედ პეტრე, რომ მან პირველმა აღიარა მოწაფეთა შორის და მოციქულთა ქრისტე იმად რაც ის იყო. მერმე ესე იგი ქრისტე ამას უყურფრის საუბარი და წინასწარმეტყველება, რომ მას შეიპყრობდნენ, მოიკიცხებოდა მოყუცებულთაგან და მწიგნობართა და ფარისეველთა, რომ ჯვარს აცვამდნენ ტანჯვაწამების შემდგომ, რომ აღსგებოდა მკვდრეთი და ბოლოს უკანასკნელ ჟამს რომ მოვიდოდა ძალითა და დიდებითა მამისათა, ანგელოსა და წმიდათა თანა. აი აქედან არის ათვლა ამ საუბრიდან და ამ საუბრის ბოლოში რა დასწინა უფალმა მოციქულთა გასაგონად. თუმცაღა ეს ყველაფერი მოხდება, თუმცაღა ვიდრე მოხდება მეორედ მოსვლა, ანუ ვიდრე ქრისტე მოვა ძალითა და დიდებით, ვიდრე სასუფეველი ღვთისა მოვა ქრისტეს მიერ. არიან ვინმე აქამ მდგომარეთაგანი თქვენ შორის 12 მოციქულს გულისხმობს, რომელთა არაიხილონ გემოის სიკვდილისა, ვიდრემდე არაიხილონ სასუფეველი ცათაი მომავალი. იგულისხმა ფერიცვალება და რომ ზოგიერთ მათგანს დაასწრებდა, ვიდრე ისინი შეისვენებდნენ, ანუ გარდაიცვლებოდნენ. აი საიდან თვლიან. მას მათე და მარკოზი მხოლოდ შუალედ დღეს თვლიან იმ საუბარს, იმ დღეს, როცა საუბარი შეძდა, არ თვლიან არც ბოლო დღეს, როცა ფერიცვალება. შუალედური დღე მართლაც 6 იყო. ხოლო ლუკა მახარებელი ამ 6 უმატებს თავ დღეს, პირველ დღეს და უკანასკნელ დღეს, როცა ფერიცვალებას ჰქონდა ადგილი. ისე რომ ყველაფერი რიგზია. წინააღმდეგობა არის მხოლოდ ღვთისმგმობელებში, რომლებიც ცხადა გიგოსავით კითხულობენ წმინდა წერილს და იმიტომ არ ესმით. მარტო წერა კითხვა ადამიანს სიბრძნეს ვერ შეჰმატებს, ცხადია. სული წმინდა თუ არ იმოქმედებს და სული წმინდის ნაყოფია, რატო ქვია წმინდა წერილი, საღვთო წერილი, საღვთო გამოცემა, იმიტომ რომ ღვთისა, ეს არის პეტრესია, არც მარკოზისა და არც არავისი სხვისი არ არის, ღვთისა არის. და მათ ჩაგვიწერეს, ან განცნობელმა დაგვიწერეს, განსაჯეს რა, ამა თუ საიდუმლო, მოდით საყვარელო ყველა სიტყვას თუ გამოვეკიდებით, ნუ ჩავუხმავდებით, არა იმიტომ რომ მე მოხუცი ვარ და აღლილი ვარ უძილ, არა.
საერთოდ ვერ აქვს ვერაფერს. თქვენზე ჭაბუკი ვარ, თქვენზე ენერგიული ვარ და გავთავებლად შემიძლია ღმერთზე ვილაპარაკო. როცა ნაპერწკალი ერთება, ჩალას მერე დიდი ცეცხლი ეკიდება. აი ეს ხდება ხოლმე. ის განწყობილება მთელი ეს დღეები და კვირები, ეს ორი კვირა იმ დროდე მიტარებია, რომ იყო და არა იყოსავით, მოკლედ მოგიყვეთ ყველაფერს. და როგორც შეამძახებს ჩემი უფალი, ისე ამომძახებ თქვენს წინაშე მისი მოწაფეებისა. არც თქვენ ახართ ჩემი, ღვთისანი ხართ ყველანი. მეც თქვენს და ამისთვის ვართ მოწოდებულები. მოკლედ ესე, აიყვანა ვინ? პეტრე, იაკობ და იოანე, ძმები. და აღიყვანა იგინი მთასა მაღალსა თვისაგან. წმინდა წერილში შემთხვევითი არაფერი არ არის. რატომ ასახელებს? ხო შეიძლება ეთქვათ, მაგრამ ზოგიერთი მოციქული აიყვანა, ზოგიერთი არ აიყვანა. კონკრეტულად ამბობენ. აი წმინდა მამები როგორ განმარტავენ, თქვათ ივანე დამასკელი, იერონიმე სტრიდონელი და სხვები. რატომ სწორედ ეს სამი მოციქული? პეტრე არის პირველი, ვინც ზეციური მამისულით, ანუ სულიწმით აღიარა ქრისტე ჭეშმარიტი აღსარებლობით. იაკობი არის პირველ მოწამე მოციქულთა შორის. ხოლო იოანე ქალწულებრივი და უწმინდესი ინსტრუმენტია ღვთისმეტყველებისა. ამ გაგებით ისინი მწვერვალი არიან მოციქულების და ამათ აიყვანა ისინი. მაგრამ მათ დაუშალა ეთქვა, მოეთხროთ იმაზე, რაც იხილეს ვიდრე ქრისტე არ წარიყვანებოდა მათგან. და დაგვიწერეს კიდე, არაულად თანამედროვეებს მოუთხეს უქადაგეს, რაც იხილეს თაბორზე, არამედ თაბორი ვახსენე. მამათა ნაწილი თulis რომ ეს არ იყო თაბორის მთა, შეიძლება იყო ერმონი ან სხვა მთა, მაგრამ ეკლესიის ტრადიციით და მამათა უდიდესი უმეტესობის მოწმობით ეს მთა სწორედ თაბორის მთა იყო. ქონდა სიხარული მეხილეს, ეხლა თქვენი მამაპატია თაგორიან საქართველოში ცხოვრობდა, რა გახარებდათ ასეთიო. ეს არ არის თუნდაც მთა წმინდა, სადაც წმინდა მამა დავის დაუდგანს ფეხი, რომელიც განიწმინდა მის გამო. და დღემდე მისი ლოცვით აღმოცენებული წყარო მორაკრაკებს იქ, რომელიც საკურნებელია სულისა და ხორცსა და ასე შემდეგ აღარ მოყვება მის ტაძარი აიგო და სხვა სასწავლები მომხდარა და ხდება დღესაც. მასზე ბევრად წმიდა ის მთა, რომელსაც უფალს დაუდგამს ფერხნისთვის და მის წმინდა მოციქულებს. შეუდარებელია ამ მხრივ. და აქ მოხდა აღესრულა გამოგვართა ღვთის დიდება, უდიდესი საიდუმლოება. საქართველოს დიახას თაგორიანია, მთა, რომელზეც ვსაუბრობ, იქ ითვლება პალესტინაში მაღალ მთად, ჩვენთან ის მაინც და მაინც მაღალ მთად არ ითვლება. საკმაოდ ვრცელი მთა, მაგრამ არა ისეთი, როგორც თქვა, ჩვენთან არის და არიან ქვეყნები, სადაც ესე იგი ბევრად მაღალი მთებია. საქმე ამაში კი არ მდებარეობს, მაღალი რატო ახსენა გამოწვეული მოციქულმა. იმიტომ რომ აქ მთებზე კი არ არის და გეოგრაფიაზე ლაპარაკი, ადგილმდებარეობაზე ლაპარაკია სათნოებაზე. ნახეთ იმისათვის, რომ ფერიცვალების დიდება ეხილათ, რა იყო საჭირო? თასა მაღალს უნდა ასულიყვნენ. ქრისტე განმარტოვდა მათგან და მიეცა გულხურვალი ლოცვას. ეს არის განმარტება წმინდა გრიგოლ პალამასი. თაზე ასვლა არის სათნოებათა მწვერვალების დაუფლება, ანუ წმინდა ცხოვრება, განმარტოება. თავად უფალი გვასწავლის, ვიდრე ვილოცეთ, როგორ უნდა მოიქცეთ და საერთოდ დღეში 10-15 წუთი მაინც უნდა განმარტოვდე და დარჩე შენს თავთან. უაზრო ფიქრებთან კი არა, ვინახარ, საიდან მოხვედი, საწახვალ, უფალთან. განმარტოება ეს არის განხოლოება. ამან მისცა ასევე საფუძველი წმინდა და ღმერთშემოსილ მამებს, რომ გასულიყვნენ უდაბნოებში და განხოლოებაში. და მეთი მატლი მოეპოვება. ცხონება ერში შეიძლება თვით დღესაც კი და თვით ანტიქრისტეს დროსაც კი ვინც დაიმარხავს. საკუთარ შეიძლება ცხონება, მაგრამ სრულყოფილება აქ ძალზე ძნელია. ამისთვის ხელსაყრელი გარემო არის უდაბნო. მას მეორე პირობა, აი რატო განმარტოვდა მათგან უფალი. ესევე გეციმანიის ბაღშიც, როცა განმარტოვდა მოციქულთა. იქაც და აქაც ჩაეძინათ მოციქულებს, თუმცა იოანე ოქროპირი, როცა განმარტავს სახარების სამართლისმ მოციქულებს და ეძინათ პეტრეს ზებედესებს, სხვაგვარად ესმის და განმარტავს. პირდაპირი გაგებით კი არ ჩაეძინათო, საიდუმლოების ნისლოვანებაში შევიდნენ. და ამან მიიყვანა თავდავიწყება და აგი პეტრესზე წერიაო, რომ არ იცოდა რას ამბობდაო, ისე თავდავიწყებაში ჩავარდა. ღვთისმეტყველებაში, ესე იგი, ჰიმნოგრაფიაში ასეთი უჩვეულო ადგილი წავიკითხე და ავიტაცე მაშინვე რა, ძალიან უჩვეულო იყო და
ღრმა აზროვანი შევიდეთ აწ ნისლს ღვთის მეტყველებისასა. ნისლი ჩვენ უმეცრებისთვის არის. ისე როგორც უფალი თავისთავად ნათელშია გახვეული, მაგრამ უმეცრისთვის წვდიადი გარემოდებულ არს მისა. ხო როგორ შეიძლება ერთდროულად წვდიადშიც იყოს და ნათელიც იყოს გარემოდებული მასე. ანუ აქ ადამიანზეა ლაპარაკი, ვიც უჭრებს მას. როცა უმეცარი უჭრებს ღმერთს, მისთვის წვდიადშია ღმერთი გახვეული და რაფერი არის ის? არ იცის არაფერი მასზე. ხოლო ვინც განწმენდილია, ნათელშია შემოსილი უფალი. რადგან საღვთო ენერგიებით უკვე წარმოდგენა აქვს უფალზე, როგორი არის ის და როგორი შეიძლება იყოს. ამაზე ერთ ქადაგებაში ორი თვისი გრიგოლ პალამას მიხედვით ვილაპარაკეთ 10 თავს აღარ შეგაწყეთ. მოკლედ ეს სამი მოციქული ამა დაიყვანა და აიყვანა და ხას უსვავს მახარებელი ყველა თვის წვერზე. თვისაგან აიყვანა რასნიშნავს ყველა დანარჩენი მოციქულებისა. მონდი ეს ძალიან კეთილგონიერი კითხვაც დავსვათ, რატომ არ აიყვანა დანარჩენი მოციქულები? იმიტომ ჩემო საყვარელო, ჯერ კიდევ ესაიასთან საუკუნეებით ადრე იყო იუდა ისკარიოტელზე წინასწარმეტყველება. უკეთურმან მან არ იხილოს იგი და განვარდეს მისი დიდებისგან. იუდას არ უნდა ეხილა ღვთის დიდება. მაგრამ მეორეს მხრივ მარტო იუდა რომ დაეტოვებინა, ამბობენ წმინდა მამები, ვთქვათ ივანე დამასკელი, ისედაც ბოღმიანი, ბოროტი და შურიანი იყო და კიდევ ვინ იცის რას მოიმოქმედებაო. თუმცა წმინდა მამას ერთგვარად შევეპასუხები და ვკითხებ, ამაზე უარესი რა უნდა გაეკეთებინა, როცა საყვარელი მოძღვარი, რომელსაც არაუდოდ დაიმოწაფა და 500-ზე მეტი ყავდა, 500 მოწაფეში შეიყვანა, არამედ და არა მხოლოდ მოციქულებში, რომ 70 წყავდა. ბევრად ამაღლებულ 12 მოციქულში შერაცხა. იყო ღარიბი, ღატაკი, ხშირად მშიერი, ცივმიწაზე ეძინა და ქრისტესთან ყველა გაგებით იყო უზრუნველყოფილი. კვადრუცი მას ჩააბარა, საიდანაც წირავდნენ და არაულად იკვებებოდა აქამდე კუჭგამხმარი, არამედ იპარავდა კიდეც იქიდან. და საბოლოოდ ისე დაიპყრო ანგარება, რადგან ორი უფლის მონება არ იქნება და მამონამ ძლია იგი, რომ ქრისტე უარყო და არა უბრალოდ უარყო ამ უმადურობა მადლის უქონლობიდან ნიშნავს. არამედ 30 გროშად გავიდა. აი ნახეთ, როგორ იყო სიღრმე მისი ცოდვით დაცემისა, ანგარებისა და ქრისტეს მკვლელობისა. თქვენი თქვით, მას არ მიუჭედებია სამშვალი ლურსმანი, მაგრამ მან გასცა ქრისტე, გადასცა სწორედ ამისთვის, ძალიანაც კარგად იცოდა რას აკეთებდა, მაგრამ ეს მისთვის საინტერესო იყო, თან როდის გაცობდა. როცა რამოდენიმე დღის წინათ ბეთანიაში სვიმონ კეთრუან ყოფილთან მოვიდა ერთ-ერთი ცოდვილი დედაკაცი, განსტეხა ალაბასი და ძვირად ღირებული მირონი 300 დრაქანი, ძალიან დიდი თანხა არის ეს, გადააქცია ქრისტეს. ნახე ესე განრისხა, რატო? იმიტომ რომ ეს რომ ნახე რა თქვა, ვერაშმაკა იყო, წარმოიდგინეთ თქვენ რა ვერაგი. ფორმალურად ყველაფერი ქრისტეს მოძღვრების მიხედვით გამოვა. რატომ უნდა დავუაზროთ რომ გადააქციაო? ესო. კი არა, გადააქცია ქრისტე მოამზადა განუმარტავს. ქრისტე დასაკრძალად, იმიტომ რომ ამასაც არ აცლიან, გვამ ჩამოგლეჭილს, რა ვიცი. დიდება მოწმინებასა, შენსა უფალო იესო, როგორ გვითმენს ღმერთი, როგორ გვითმენდა და როგორ გვითმენს დღეს და უკანასკნელსაც თვით ანტიქრისტეს რომ საშინელი გმობა იქნება ქრისტეს. ყოველნაირად. ეხლა უკვე გმობელობა რაც ხდება ეხლა. მარტო ტატუირებას, ბოზობას და მამაძაღლობას კი არ გულისხმობ. ყოველივე იმას რაც ხდება გლობალური ხასიათის თუ პირადად ადამიანებში. თქვენ სხვა თვალით შეხედეთ ამ ადამიანთა დიდ ნაწილს. ამათ არიან. შეშლილები არიან. ესენი არიან ფსიქიურად დაავადებული. აი დემოკრატიის ბრჭყალებში, სინამდვილეში ფსევდოდემოკრატიის ერთ-ერთი დიდი მონაპოვარიც. ფსიქიურად დაავადებულები ქუჩაში გამოუშვეს და მიუშვეს საზოგადოებას. ეს შემთხვევით არ ხდება. ქართული ანდაზა მაგონდება. ხარი ხართა რომ დააბაზნე სიცვლის ამ ფერსაო და ვარ დაბრუნლები და ვიცავთ მათ უფლებებს. ხშირად ისე რომ მართალი ადამიანებს უფლებებს უღულებელს ხო და აი ამ შერეკილების უფლებებს ვიცავთ. ესე ლაპარაკი არ შეიძლება. რატო? სულიერად დაავადებული, ფსიქიურად დაავადებული, უფრო ეკლესიურ უფრო მზაფრაჩას, შეპყრობილ ვისგან, იშმაკისგან. ეს არის მათი ნამდვილი სახელი. სამწუხარო. და ეს არის რეალობა და ეს ნელ-ნელა აი მაგათ ადამიანები რომ შილს გადაუკეთა გარეგნობა ძაღლს გავს. გინახავთ კადრები. პატარა ბავშვი, რა იცის ბავშვმა? ისი დახტის 4-ზე და ყებს დაღლივით და დედა ხითხითებს.
ეკითხებიან დედა როგორ შვილი შენ ვაჟი იყო მას უნდოდა ძალიან ძაღლი ყოფილიყო უბრალოდ დედას უნდოდა ძაღლი ყოლოდა დღევანდელი დედების ნაწილს შვილები აღარ უყვარდა არ უნდათ ესენი არიან ძაღლომანები როგორც ერთმა უწოდა ძაღლმადიდებლები ერთ-ერთ ქალბატონსაც ვისაუბრე თუ შეიძლება ქალბატონი ვთქვა ასეთი წუხილი გამოთქვა და ესე და ძაღლზე და რაღაცა ჯერ ერთი ამიგზავნა ძაღლს ნოეძახიო ხო მეგონა ცოტა გაუნათლებელი კი ვარ მეთქი უკაცრავად რა ქვია იმიტომ რომ იუმორი თუ დაელაპარაკე ამის შემდეგ ამ ადამიანს რა ქვია სახელით უნდა თქვა არსება ცხოველი და ასე შემდეგ მაგრამ ადამიანი არსება ანგელოზის არსება ძაღლის არსება უსულო არსება სამშვენველია ხოლმე გონიერი სული არა არაფერია და როგორ გიყვარს მეთქი შვილზე მეტად შვილი განსაკუთრებით რომ გაიზარდა სკოლა რომ და აღარაფერს აღარ მიჭერებს ერთი მათგანი თქვაც ვიღაც გახდა ნარკომანი მეორე ლოთი შფოთი მეძავი სოდომიტი ტრანსგენდერი არ მისმენს არაფერს არ მეპუება არ მემორჩილება მხოლოდ თულს თხოვს და ასე შემდეგ და სხვა რაც შეეხება ჩემ არსებას მე როცა მოვა სიხარულით მახდება ზედ ჩუსტები მოაქვს ჩემთან ღამით საწოლზე მიწვება და მათბობს და მეფერება ახლა უფრო ღრმად ვერ შევალ განხილვაში რა ხდება მის საწოლში ჩვენ აღსარებებს ვისმენ და სამწუხაროდ გამოთქმელი ცოდვებით არა ყველასთან რა თქმა უნდა მაგრამ ზოგიერთ მათგანთან კადრებიც კი აუღვე კადრებიც განსაკუთრებით აღმოსავლეთის ქალები იღებენ ამ კადრებს ხშირად და დებენ და აღარ მინდა ამ ყველაფერს მოყვე და ასე შემდეგ და წარმოიდგინეთ ეს მოგიხევით ერთხელ ვარ და ცოტა გამოგაფხიზლოთ იუმორით დიდუბეში ახლა დაკურთხი მდელი ვიყავი და ხედავ ერთი ახალგაზრდა სიმპათიური დედაკაცი ტირის თელი იქ ოყავს სახეს და მეგონა აშვილი გარდა უფრო შვილი მეგონა აქმარი გარდაეცვალა როცა ცოტა დაიცხრო ტირილი მივუახლოვდი და მორიდი ვკითხე რა ვინმე გარდაგეცვალო კიო რაღაც ჩაპა თუ რაღაც სახელი და რაღაც ბავშვია მეთქი ქმარს არ დაუძახებს ეს ბოლოს როგორც აღმოჩნდა ეს იყო ფინია ძაღლი ბალვანკას რო ვეძახით სხვანაირად ჟარგონით ხო და რა შეიძლება მისთვის გავაკეთო თუ მე ვთხარი მეწას მეაბარე რომ არ გაიხსნას და ინფექციური დაავადება წარმოიდგინეთ თურმე რა მეთქვია აღშფოთდა გაცოფდა რა ინფექცია შეიძლება მისგან სიყვარულის განსახიერება იყო და აი მაგალითად არ შეიძლებაო რომ ან პარაკლისი გადაუხადოთ ამ პანაშვიდიო მე უთხარი მე მაგ დონეზე არა ვარ ახალი ნაკურთხია რომის პაპი ივანე პავლე მეორე ლომის ბოკვერებსაც ნათლავს მეთქი თქვენიც და რა მაგ პერიოდში გავცელდა კადრები და ფოტოები სადაც ნათლავდა და კარგით რა ეხლა კათოლიკობა არ არის ჭეშმარიტი სარწმუნოება და გინდ მოუნათლია და გინდ არ მოუნათლია მადლი არ გადადის და ალბათ თავს იქცევდა ლომებთან თამაში ასეთი ლომებთან მოთამაშე წვალებლები ბევრი ყოფილა ეკლესიის ისტორიაში და კაცობრიობისა მოკლედ ასე ჩემო საგვარეულო მოუბრუნდეთ სათქმელს და როდესაც აიყვანა ლოცვას მიეცა სხვა მახარებელი აზუსტებს აგი ვთქვით რომ დავაზუსტებთ ერთმანეთისგან ჩაეძინათ მოციქულებს ივანე განმარტავს რომ ნისლოვანებაში შევიდნენ ამ ხილვისა და ამან გამოიწვია დამძიმება ერთგვარი სულიერი მათი შემდეგ ნათქვამია იცვალა უფალი მათ წინაშე სხვა ფერად და გამწყინდა პირი მისი ვითარცა მზე ხოლო სამოსელი მისი იქნა სპეტაკი მხოლოდ მათე მახარებელი აზუსტებს რომ პირი მისი განბრწყინდა სხვაგან მახარებლებთან ნათქვამი რომ სამოსელი გამწყინდა მინიშნებით არის მარკოსთან ნათქვამი რომ პირის სახეც თითქოს მაგრამ კაფიოთ ეს ნათქვამია მხოლოდ მათე მახარებელთან სპეტაკი ძველ ქართულად ნიშნავს ერთ-ერთ მახარებელთან თუ არ ვწდები ლუკასთან ნათქვამია ისეთი სპეტაკი გახდა არათუ მისი პირის სახე არამედ სამოსელიც კი რომ მორკონალი ძველ ქართულად ნიშნავს ხატვარს ვერ გამოხატავს ფერებში ასეთ სპეტაკ ანუ თეთრ ფერს შეუძლებელიაო მაგრამ წმინდა მამები რა განმარტავენ პალამა დამასკელი და სხვები ამბობენ რომ სინამდვილეში ქრისტეს არ საჭიროებდა რა როგორც ღმერთი თვითკმარი არის რა არანაირ შემტკიცებას და რაიმე შემატებას მათ შორის ნათლისა ბუნებრივია რომ ეს ქრისტესგან გამოკრთებოდა გამოშვიოდა ეს ნათელი და ეფინებოდა მის გვამს ჩანდა უფრო სწორად
გამოგვრთებოდა მისი გვამდე, რომ ხორცი შეისხნდა, როგორც თავში ორჯერ და სამჯერ ვახსენეთ, მოჩვენებით კი არა ჭეშმარიტად და როგორც კი შეისხნა კაცობრიობა, მაშინვე განახტო, ხორცი როგორც კი შეისხნა, აი ეს გამოგვრთულმა მადლისა შანდა მის სხეულზე, არა თუ უბრალოდ სხეულზე, ამდენად დიდი რამ არის, რომ სამოსელსაც კი ელვარებდა. აი მე და აქ როცა მახარებლები ამბობენ ზესავით გაბრწყინდა. წმინდა მამები განმარტავენ. არანაირი ხორცელი, ნათელი არ გამოდიოდა მისგან. 10,000-ობით მზე არაფერს არ წარმოადგენს ღვთიური ნათლის წინაშე. ეს ანთროპომორფულად, ანუ ადამიანურად არის შედარებული. ჩვენს galaktikაზე ყველაზე ბრწყინავი ვარსკვლავი ჩვენთვის არის მზე. ანუ შედარება აი როგორც ამ galaktikაში ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი არის მზე, ასევე ქრისტეს ნათელი განანათლებს ყველას. მოსეს, რომელიც ეჩვენა ელიას, პეტრეს, ზებედესებს. აი აქვე მაგონდება დედაჩემი, როდესაც ვიდრე გარდაიცვლებოდა ეს მამა გაბრიელის ცხოვრების და სასწაულების აღწერაშიც გადმოვეცი, უკვე ახლოვდებოდა როგორც ჩანს მისი გარდაცვალება მეორე ინსულტის შემდგომ და ჩემს პატარა ბარბარეს თხოვენ ტაძარში მოვდიოდ და წაუკითხე მეთქი წმინდანთა ცხოვრება დაუტოვე რთულ რაღაცებს ვეღარ აღიქვამდა და ეს წაუკითხე მეთქი პატერიკული პატარ-პატარა მოთხრობები და რო გიკითხავდა ამას და მოვედი და ეს ჯერ ბარბარემ მითხრა მერე შინაურებმა და თავად დედაჩემს მოვათხრობინე დაწურლებით მოვაყოლე როდესაც უკითხავდა მოულოდნელად დედაჩემი ეუბნება ჩემს შვილს ბარბარეს შვილო ხედავ ბარბარე მამა გაბრიელსო შეეშინდა პატარა იყო არ ვიცი 7 წლის დაახლოებით და ვერაფერს გაახედა იქით ვერაფერს ვერ ხედავ და მე როცა მოვედი და მეთქეს მოვაყოლე და რატო თქვი მე ეს მოგეჩვენა არა მამა რა მომეჩვენა ერთ წინა დღეს ვაზიარე დედაჩემი და კი არ მომეჩვენა ნამდვილად აი როგორ მოხდა მეთქი უკვე ბინდდებოდა ბარბარეს უთხარი შუქი ანთე კარგად აღარაჩა შენს გაგიჭირდება კითხვა ან თუ შუქიო და აი ამ დროს იფეთქაო რაღაც ნათელმა გაიხსნა ეს ნათელი და გამოვიდა მამა გაბრიელი და როდესაც ის გამოვიდა ისე ბრწყინავდა რომ სინათლე რომელიც ავანთებინე და ბინდი რომელიც იწვა ჯერ კიდევ ხამი არ იყო დაბნელდა როგორც სიბნელე ისე გამოჩნდა ეს მხოლოდ წმინდანზეა ლაპარაკი და რა მოხდებოდა ქრისტეს შემთხვევაში ხო და აღმიწერე როგორი იყო მეთქი ჰაერზე იდგა სახელები არ იცოდა ასეთი უცნაური ქუდი ახლა კონკულბარტყულა ქვია გადაშვებული როა პერონასის თავსარქმელი მანტია ემოსა და ასე შემდეგ აღწერა მამა გაბრიელი ნუ მერე დაისაუბრეს ჩვენ სიტყვებით არ საუბრობდით გონებაში საუბრობდით მე მესმოდა რას ფიქრობ და იმას ესმოდა მე რას ფიქრობ და ერთმანეთს გონებით ვესაუბრებოდით და რა გითხრა მეთქი და გაიღიმა და მითხრა თავი დააქნია როგორც იცოდა ხო მამა გაბრიელი რუსიკო წამოდიო დრო არის უკვე დროა ვიციო მაგრამ ვიცოდა იმიტომ რომ ინსულტი მეორე დაემართა და მძიმედ იყო ვიცი მაგრამ ჩემი შვილები მეწოდებიანო და შვილები დამილოცეო სიცოცხლე კი არ ეწოდება შვილები აი მეც ხომ მოვბრდი შვილებზე მაგ ყველაზე მეტი დარდი და ჩემ ახლობლებზე როგორ იქნებიან უჩემოდ ეგრეთ ხელ ვახსენე და ღმერთ ჩემზე მეტად უყვარდა თუ ღმერთთან იქნებიან ძალიან კარგად და ჩემზე უკეთესად იქნებიან მინდა უთხრა მადა უთხრა თქვენ შვილებსაც და ახლობლებსაც ყველას ნუ მოკლედ ამის შემდგომ სხვა დაელოცე არ ვიცი რატომ აი ხმამაღლა ალბათ პირველად ვამბობ ამდენი ხალხის წინაშე განსაკუთრებულად დალოცა ჩემი დედმამიშვილი განსაკუთრებით გამომარჩია და ეს სიტყვები თქვა ჩვენ ანგელოზები ანუ ანგელოზთა შორის არის შერაცხული და ეკლესიის სწავლით ეს ასეც არის მესამედი ძალები ზეციური ძალები დაეცნენ მესამედი უნაებისოს წმინდანებით და წმინდანთა შორის არის ანგელოზთა შორის არის მამა გაბრიელი ჩვენ ანგელოზები ყოველთვის მის გვერდით ვიქნებით და დავეხმარებით ღვთის მადლით გრძნობ ამ შეწევნას მით ვარ და ბრუნინე პავლე მოციქულის სიტყვები რომ ვიხმარო დიდი წმინდანები ნატრობდნენ რომ მალე გასულიყვნენ როგორც იგივე პავლე დღეს ბრავალძის რომ ახსენე ეხლა ვისურვებდი ხორცთაგან დახსნას და უფალთან მიახლებას ანუ გარდაცვალებას მაგრამ თუ რჩები თქვენს გამო პავლეს ტოვებდა რომ სხვა ადამიანები გაემდიდრებინა სარწმუნოები და არა მარტო პავლეს
იმ დროინდელ ცხოვრებაში, თანამედროვეში. არამედ შემდგომად გარდაცვალების, მისი გამოცხადებებით, სასწაულებით, მისი ეპისტოლეებით, მისი ცხოვრების გაცნობით ჩვენ ძლიერდებით სარწმუნოებაში და გული გვითქმება ჩვენი უფლის მიმართ და ესეც გვეხმარება დავძლიოთ მიზიდულობა ამაო წუთის სოფლისა. ეხლა რატომ მომაგონდა მამა გაბრიელი საგანგებოდ ხوار მომიფიქრებია ასოციაციით და რემენისცენტით იფეთქა წარმოიდგინეთ ეხლა როდესაც უფალმა გამოაქვთ დიდება ნახეთ დღევანდელი დღესასწაულის ტროპარში ფერიცვალების როგორ არის ნათქვამი ღმერთმა გამოუცხადა თავისი დიდება მაგრამ რა არის მერმე ნათქვამი ძალისაებრ მათისა არა სისავსი არა სრულად არამედ იმდენი რამდენის დატევად სულიერების იმ დონეზე შეეძლო პეტრეს იაკობს და იოანეს და ეს მერე და მერე როცა ღმერთს ესწრაფია მატულობს ეს არის დაუსრულებელი ხშირად გითქვამს და დღესაც 2-3 თქვი პროცესი რაც ნეტარებაზე სიხარულს ნათელს მატებს ადამიანს მას ასე განსპეტაგნა პირის სახე და სამოსელიც და ეჩვენეს მათ მოსე და ელია მისთანა და თანაზრახვიდან არ არის აქ ნათქვამი ეჩვენა მას ქრისტეს კი არ ეჩვენა რადგან ქრისტესგან დაფარული არაფერი არ უხილავი ისეთივია მისთვის როგორც ხილული არ არსებობს მისთვის არც წარსული არც პარტო ყველაფერი მარადეული აწყვია როგორც ხელის გულზე ძევს ყველაფერი უფლისთვის ჩვენ ენაზეა აღწერილი ბიბლიურად არარავის როგორ შექმნა და ასე შემდეგ ღმერთმა ჩვენი ენით გველაპარაკება ღმერთი რადგან ჩვენი ბუნება მივიღა და ჩვენთან მოვიდა იმისთვის რომ თავის თავს დავემსგავსებინეთ და ესე იგი დავებრუნებით დაკარგულ სამშობლოში როგორც ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს ეშმაკი არაწმინდა სულია და პირველ ყოვლისა არაწმინდებით გარყვნილებით ცდილობს დაიმსგავსოს ადამიანი უფალთან აქ პირუკუ არის როგორც თავად არის ისეც გამსგავსებს ჩვენ ადამიანებს თუ ვისურვებთ ის არ გვაძალებს თუმცა გვასწავლის რა გველოდება ამა თუ იმ არჩევანის შემთხვევაში არამედ როგორც მოსიყვარულე მამა თავისუფალი ნების მომნიჭებელი თავისი ქმნილებისთვის ადამიანისთვის მორიდებით რეგს გულის კარზე ეგების ამბობს უფალი ისმინოს ვინმე და განგვიღოს გულის კარები უკვე მრავლობაში იმიტომ რომ ქრისტესთან ერთად თუ შეუშვებ მამა და სულით იმიტომ რომ განუყოფელია ერთ არსება ღმერთი სამპიროვანი ერთ არსება ღმერთი მაშაცვენე ვის მათ ეჩვენა პეტრეს და ზებედევსს ერთ-ერთი მახარებელი აზრს რომ გამოეღვიძა ამ დროს ანუ გამოვიდა იმ ნისლოვანებიდან თუნდაც ივანე ოქროპირის სიტყვებით რომ თქვა და რა თქვა პეტრემ აქაც ჩანს რომ ის ყველაზე ტემპერამენტულია არც ივანე ამას არც იაკოვი და კიდევ რატომ ამბობს პეტრე ახლა წმინდა მამათა მიერ გამოგითარგმანებთ რატომ თქვა ეს სიტყვები რაც თქვა როცა იხილა ეს უჩვეულო ხილვა უფალო კეთილას ჩვენ და აქა ყოფაი და თუ გნებავს ქნეთ აქ სამ ტალავარი ძველ ქართულად ხოხს კარავს ნიშნავს ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიასა იონე ოქროპირი განმარტავს და სხვა მამაც და ამბობს აქამდე როდესაც ქრისტემ დასძინა მას შემდეგ რაც აღიარა ზეღვთისად პეტრემ და მოაყოლა წინასწარმეტყველება თავის ნება წამებაზე დასძინა რომ უნდა შეიპყრონ მოკიცხული იქნეს და ასე შემდეგ და ბოლოს ჯვარსაცვან პეტრეს რომელსაც გულწრფელად უყვარდა თავისი უფალი იესო ქრისტე მაგრამ ჯერაც იყო სულიერად გაუნათლებელი ნაკლებ განათლებული ადამიანი და ნაკლებ ჩახედული ღვთის განგებულებაში წამოიძახა იქაც წამოიძახა ყველას და ასე თავი გამოიდო ყველამ რომ დაქტოვოს მე არ დაქტოვ მანამდე რა უთხრა და საზარელი სიტყვები მოისმინა უფლისაგან ნუ იქნებ ისეგე როცა თქვა რომ უნდა შეიპყრო აწამო ჯვარსაც ნუ იქნებ ისეგე ნახეთ უფალმა ამაზე რა უთხრა კი არ მოუწონა თუცა თითქოს ფორმალურად სიყვარული ჩანდა პეტრესის ქრისტეს მიმართ ადამიანურ სიფრთხეში ვამბობ მე არამედ შერისხამ კაცსა და უთხრა განვეთ ჩემგან სატანა უწოდა რამე თუ კაცი სასაძრახავ და არა ღვთისასა ერთი სიტყვით აი ეს შეცდომა მოუვიდა მას მე სწორედ ამისთვის მოვედი განუმარტა პეტრეს და დანარჩენებს რომ სული კი არ განვარინო ჩემი სული გავეცავ განსასწრებს სული ჩემი დავსდვა ცხოვართათვის თქვენთვის და არა მარტო თქვენთვის იმიტომ რომ აქაც როეულება სამი ტალავარი გავაკეთოთ რა კარგი არ ყოფნა ნეტარებაში სინათლეში ზეციური მამა ამხილებს და ეტყვის ისმინეთ მაგისი
ჩემო კეთილო პეტრე, მართლა შენთვის, იოანესთვის და იაკობისთვის კი არ მოვიდა, რომ აგინდათ სამუდამოდ დარჩენ. ის მოვიდა ყოველი ადამიანისთვის. ამიტომ ის მიმართავდა ყველას და მოგმართავს დღეს ყოველ ადამიანს, მიუხედავად შენი უმძიმესი ცოდვებისა. რადგან მრავალნი წინან იქნებიან, უკანა და უკანანი წინა, როგორც ხალი ამბობს, მოვედით ჩემდა. ყველას მოუწოდებს, თუმცა მანვე დასინა გულმტკივნეულად, მრავალნი არიან წოდებული და მცირედ ნირჩეული. ის ყველას მოგვიწოდებს, მაგრამ ყველა არ ვინდომებთ მასთან ყოფნას. არც აქ ამ ცხოვრებაში, არც საუკუნო ცხოვრებაში აქედან გამომდინარე. აი რატომ ამბობს პეტრი ამას. ესე იგი თან უნდა თითქოს გადაარჩინოს თავის მხრივ. მოდი აქ ძალიან კარგია ჩვენ სამტალავარს არ შეგაწუხებთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერი ერთად ვიქნებთ ამ დიდებაში, ამ სიხარულში. და მეორე მხრივ ამით იესო ქრისტეს გაუტოლა მოსე, ელია, რადგან ერთნაირ ტალავარს თავაზობდა. მათი მეუფია უფალი. და მას ცაც კი ვერ იტევს. მეორე მხრივ რაოდენი გამაოგნებელი საკვირველება სავერ იტევს და დაიტია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწო საშუალო. ეს მხოლოდ ღმერთს ძალობს. ამის შეწყვეტა ბოლომდე თვით ანგელოზს და არათუ ღვთისმეტყველმა ანგელოზთაც კი არ ძალობს. დიდი მამები, როცა ბასილი თუ სხვები ძალიან ჯურმულებს ადგებიან ღვთისმეტყველებისა, ამბობენ ხოლმე ათ დავიდუმებთო. იმიტომ რომ ადამიანურ გონებას აღემატება. რაოდენ განწმენდილიც არ უნდა იყოს. ასია თუ ისი ადამიანი მაინც კატეგორიებით აზრობს, მათ შორის წმინდანებიც რა თქმა უნდა. გარკვეულ დრო და ჟამავდეს, თუმცა იქ სხვაგვარი ენა, სხვაგვარი განზომილება, როგორც მოციქული პავლე ვასწავლის. არის საზომი ადამიანური, არის ანგელოზური და არის ღვთიური. და ღმერთი მოგვიწოდებს ღვთიურისკენ. თქვენი არჩევანი ადამიანებო, მე მოგეცით თავისუფალი ნება, მოგეცით ბუნებითი ნიჭები, თქვა ჯანმრთელობა, სიცოცხლე, სიმდიდრე. მოგეცით ეს დედამიწა ყველა თავისი სისავსი. დაგაბქვიეთ სულთმოფენობას სულიერი ნიჭებით. ახლა თქვენ უნდა გადაწყვეტოთ ერთადერთი ღირსება ჩვენი სწორედ ამაში მდგომარეობს. გავაკეთოთ სწორუპოვარი არჩევანი. მაგრამ მამაო, იმდენი საცდური ამ სოფელში, იმდენი წინააღმდეგობა, როგორ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი? საამისოდ მოგცა ეს ნიჭები, საამისად მოგცა გონება და განშის უნარი, მეტყველების უნარი, იმიტომ რომ ენა ეს არის უღრმესი რაღაც ფენომენი ადამიანში. განსაკუთრებით ქართულზე ვიტყოდი, სასავით ღრმა არის, როგორც პოეტი ამბობს, დრო მოვა და ენით ამით და არა მარტო ენას გულისხმობ, ამ ტომით ამით ამხილოს ყოველი სხვა ენა. აღდგომა და ხვალეო და ეგ დრო ძალიან მალე იქნება, იმიტომ რომ ახლოვდება წეული მეფობა ანტიქრისტესი. ამას მოხვება ყველაფერს. მაშინ გაბრწყინდება ჩვენი ენას, ერის და ქართული მეუბნაც, როცა უდიდეს უმეტესობა კაცობრიობის თაყვანს ანტიქრისტეს და უარყოფს ჭეშმარიტ შემოქმედს. ეს იქნება დიდი სასწაული, ერთ-ერთი ბოლო სასწაული ჩვენს თავს. და მრავალი სხვა ერის შვილები, წმინდანები, წინასწარმეტყველები მოვლენან ღვთისმშობლის წინუხედ რივერიაში ყველა ამისთვის. მეტადრე დაემთხვევა დიდი მადლიანი მოვლენები, ივერიის ღვთისმშობლის ხატი მოგზავნება. თავად იოანე ღვთისმეტყველი გამოჩნდება წინასწარმეტყველებათა მიხედვით, რომელიც ემუქმა ელიამ და იოანემ წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველს წინასწარმეტყველეს და ასე შემდეგ. მაშასე, ნუ გაუტოლე პეტრე ადამიანებს უფალ ღმერთს. და ვიდრე ხა იგი ამას სიტყოდა და ესე რა, აი პეტრეს ამ სიტყვებს რა მოხვა? ღრუბელი ნათლის აი აგრილობდა დაადგა ღრუბელი. მაგრამ როგორ არის ნათქვამი, მოციქულებს შეეშინდათ და ვერ გაბედეს ღრუბელში შესვლა. ხმა რომ ესმათ ზეციური მამისა. როგორი იყო ეს ხმა? ადამიანური იყო, როგორც აქ მხედველობა შეიცვალა და ღვთიური დიდება დაინახეს ქრისტეს, რომელსაც აქამდე ვერ ხედავდნენ. მერეც როცა ხელი შეახო ყველაფერ ამის შემდეგ დაინახეს მარტო ქრისტე იდგა ისე როგორც ყოველთვის ხედავდნენ აქამდე ყოველგვარი დიდების გარეშე, ლიტონი პირის სახით და ესე შემდეგ, როგორც მას ჰქონდა ჰაბიტუსი ქრისტე მაცხოვარს. ასევე აქაც როდესაც ღრუბელი დაადგება, შიშით ვერ გაბედავენ, შევიდნენ მასში. შიშს მოყურის ეს ხმა. როგორი იყო ეს ხმა? ადამიანური იყო ეს ხმა. თქვათ არამეული, რომელ ენაზეც მაშინ ებრაელები ლაპარაკობდნენ, არამეული იყო, ანგელოზური იყო,
ღთიური იყო, ამას არც მამები განმარტავენ, არც מחარებლები. ჩვენც დავიდუმოთ. ზედმეტ უგუნურ და დამღუპველ ცნობის მოყვარებას ნუ გამოვიჩინოთ. ისიც საკმარისი იყოს, რომ ღრუბელი აგრილობდა და რაც თავარია, რა ისმა ღრუბლიდან, კერძოდ, არახმითაც არ უნდა თქმილიყო, რაინითაც. ეს სიარს ძეჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიღავ, მაგისი ისმინეთ. და ეს მარა ესე მოწაფეთა და დავარდეს პირსაზე და თვისა და შეეშინა ფრიად. ესე იგი პიროკოლის ესხმა მიემართებოდა პეტრეს და პეტრესეული გაგების ისეთი გაგების ადამიანებს, რომელიც ეუბნებოდა რომ თავი გადაირჩინე, არ გინდა აი თუნდაც აქ სამტალავარს და აღარ ჩახვიდე და გადარჩები. არა. ისმინეთ მაგისი, რასაც გეუბნება, ეს არის ჩემი ნებაც ესევე. და ნება ჩემი სულისა, სულიწმიდა ღმერთისა. ეს რეც შეიყვარა მამამ, ეს სოფელი ამბობს იოანე ღვთისმეტყველი მომსწრე ფერიცვალებისა, რომ ხოლოჩობილი ძეც კი მოავლინა და გასწირა ჩვენი საცხოვრებისას, თუმცა როცა ვამბობ ამ სიტყვას არ ნიშნავს, რომ ეს თავად არ სურდა იესო ქრისტეს, რაც სურს მამას, რაც ნებავს მას, იგივე ნებავს და სურს ძეს და სულიწმიდას. ერთი ნება, ერთი ბუნება, ერთი ხელმწიფება, ერთი ნეტარება, ერთი ჭეშმარიტება, ერთი სინათლე. ყოველივე ერთი საქმე, ყოველი ცოდვილი ადამიანის მოქცევა ჭეშმარიტების ხონებისაზე დაყენება ერთადერთია განსხვავებულობა მათ შორის ჰიპოსტასურობის თვალსაზრისით. მამა არის ხშირად გვითქვამს მიზეზი ყოველთა მათ შორის ქრისტესი და სულიწმის და უმიზეზო თავად ძე მისგან მხოლოდ შობილი სული მისგან გამომავალი ოდენ მხოლოდ სული გამომავალი მხოლოდ ძე მხოლოდ შობილი მამისაგან. აი როგორც იკუხა იოანე ღვთისმეტყველმა პირველიდან იყო სიტყვა იგი იყო ღვთისათანად, ღმერთი იყო სიტყვა იგი. სიტყვა ლოგოსი, ერთ-ერთი ზედსახელია ქრისტე მაცხოვრისა. რატომ არის ამ შემთხვევაში ღვთისმეტყველთან იოანესთან თქვა და არა მარტო მასთან შედარებული ლოგოს სიტყვას. როგორც ლაპარაკში თუნდაც აი ამ წუთას არ მონაწილეობს ადამიანის სქესობრივი მხარე, განსხვავებით როდესაც ადამიანი ისახება. ასევე როდესაც მამა შობდა არანაირი ვნება ამ გაგებით არ მონაწილეობდა. ეს არის მიუწვდომელი საიდუმლოება. როგორ იშვა მამისაგან ძე, ვითარცა ლოგოსი, სიტყვა. მაშასე მოვედით საყვარელო, ჩვენს ასევე ვისმინოთ ქრისტეს, რომელიც მამამ მოავლინა, რომელმაც ისე შეიყვარა მამა და ისეთი მორჩილება აქვს, რომ თვით სიკვდილამდე მორჩილია. ეხლა თქვენ მეტყვით ზოგიერთები უმეცრებით და სიმჩადით, ეს ღმერთი იყო და რა მას ყველაფერი ასე არ იყო საყვარელო, არა მარტო სრული ღმერთი იყო, ორ-სამჯერ ვახსენეთ, ის ამავე დროს არის სრული კაციც. მან იცოდა, მას ჰქონდა ყველაფერი მიიღო ადამიანური გარდაცოდვისა, მაგრამ ჰქონდა სისუსტეებიც, წყურვილის გზნობაც იცოდა, შიმშილის ძილს საჭიროებდა, დაღლის შემდეგ დასვენებას, მოსვენებას. ერთადერთი ცოდვა არ მიიღო მან. და მათ შორის მან მიიღო მართალმა იესომ სიკვდილი. სიკვდილიც გემოიხილა, მაგრამ როგორც ალბომის სიმნებში არის ნათქვამი, სიკვდილი და ჯოჯოხეთი გაიქცნენ მისგან, როცა ნებსით მიიღო ერთიც და ნებსით ჩავიდა მეორეში, რათა აღმოეყვანა საშეცდომილი ადამიანი, ჩვენი პირველ მშობლი დაწყებული და ყველა მონანული ცოდვილი. დასასრულს იოანე დამასკელის ერთგვარი როგორ ვთქვათ, ჰიმნი არის ქრისტეს ფერიცვალების იდუმალებისა, თქვენც მინდა გაგაცნოთ. თარგმნეთ რა. დღეს ანუ ფერიცვალებას მიუწვდომლისა სინათლისა უფსკრულია. დღეს ღვთიური გამომწყინვების უსასრულო ნაკადი მოციქულებს განაცისკრონებს თაბორის მთაზე. დღეს როგორ ძველი და ახალი აღთქმის მეუფე შეიცნობის იესო ქრისტე, საქმეცა და სახელი ჩემთვის ძვირფასი მოსი არის ძველი აღთქმის სულისმტებელი და წინასწარმეტყველი და ესე იგი პეტრე და სხვები ახალი აღთქმისა და ყველა ამათი უფალია და მეუფე ქრისტე მაცხოვარი.
უთყუარად უტყბესი, უგულის სათქმელესი და სიტყვებასე ყოველგვარი წარმოდგენის უზეშთაესი. აწვე ხარობს და მხიარულობს თაბორი. ახლა მოაქვს ციტატები ფსალმუნის სხვადასხვა ადგილებიდან და წმინდა წერილიდან, სადაც თაზია წინასწარმეტყველო, რომელსაც ფერი იცვალა, განსულიერებულია, დახატულია, ესე იგი პოეტურად ეს მთები როგორ ხტიან, როგორ კუნტრუშობენ და რატომ და რისთვის, აი ამასია ლაპარაკი პოეტური ენით, რა თქმა უნდა. დაახლოებით ისეთი პოეტური ენით, როგორც არის სოლომონ ბრძენის ქება-ქებათაი. და სხვათა შორის შესავალში რომ ვახსენეთ, იესი ეფრემ არიზონელის სატვირო ჩანაწერები მე აღვიქვი როგორც თავისებური ქება-ქებათაი. ჰიმნია ესეც ღმერთისა, პოეტურ ენაზე ნათქვამი, ოღონდ 21 საუკუნის წმინდა მამის. შემილია თქვა, ჩემთვის ისმინდა ეს ადამიანი. მას აწმე ხარობს და მხიარულობს თაბორი, თა წმინდა და ღვთიური, ამჟამად სამართლიანად ზეიმობს მწვერვალი, რომლის დიდება და ბრწყინვალებას ტოლს არ უდებს მის ვეებას სიმაღლეს. იგი ხომ ზეცას უწევს მეტოქეობას მთელი სიუხვით, ვისაც სათაშინა ანგელოზი ვერ მიხედვენ. ქრისტე მაცხოვარს, მას თაბორზე რჩეული მოციქულები ჭრედან, ბრწყინავს მისი სასუფეველის დიდები. ამ მთაზე ხდება მკვდართა აღდგომის დამოწმება და ქრისტე წარმოჩინდება როგორც მეუფე ცოცხალთა და მკვდართა. იმიტომ რომ მოსეს მკვდრებიდან გამოუხმო, ელია ცოცხალი რომ ჰყავს დამარხული მეორედ მოსვლამდე, ცოცხლებიდან მოუხმო, მაგრამ საიდან? ანდრია სალოსის ხორებაში ნათქვამია ელიაზე, რომელიც ენუქთან ერთად ცოცხალი აიტაცა, იქ სადაც უფალმა უწყის. დღემდე არ არის გამხელილი წმინდა წერილის მიერ უფლისაგან, ანუ არ არის გამხელილი სად არიან კერძოდ ენუქი და ელია. დღეს ბევრი ესე იგი დაჯერებული და ასე შემდეგ წინასწარმეტყველებში ყალებში ლაპარაკობენ, ისინი არიან ამადამ გალაქტიკაში, მოვლენ ამადამ გალაქტიკიდან და სხაპრებია ბების, როგორც პავლე პეტრე მოციქული ამბობს ეპისტოლიდან რომ ვახსენეთ, ეს ჩვენ არ ვიცით, არც არის არსებითი. მაგრამ ისინი უეჭველად მოვლენ და აღასრულებენ იმას, რისთვისაც დაიმარხა ღმერთმა უკანასკნელი, რათა ამხილონ ანტიქრისტე. რათა თუნდაც ებრაელთა ერთი ნაწილი მოაქციონ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე გამდგარი ქრისტესაგან და შეაერთონ ქრისტესთან. ქრისტეს ერთს უფრო სწორად. და მერმე მათაც სრული მორჩილებით ზეციური მამისა იწვნიონ სიკვდილი. 3 დღე და ღამის განმავლობაში იყვნენ მკვდრები და მესამესა დღესა მსგავსად ქრისტე მაცხოვრისა ჩვენისა აღზრდნენ და ღრუბელთასე და ღაღადებით მიეგებდნენ უფალს, რომელიც გარდამავალს იმხანად განშად ცოცხალთა და მკვდართა. ბრწყინავს მისი სასუფეველის დიდებით, მას ამ თაზე ხდება მკვდართა აღდგომის დამოწმება და ქრისტე წარმოჩინდება როგორც მეუფე ცოცხალთა და მკვდართა. შესვენებულთაგან თავისთან მოსე რომ დაუშვია და ცოცხალ მოწმედ ელია რომ მოხავს, რომელიც ძველად მიწიდან საჰაერო გზით ამაღლდა ცეცხლოვანი ეტრით. ამ თაზე წინასწარმეტყველთა თავნი კვლავ წინასწარმეტყველებენ, ამცნობენ რა მეუფის ჟეროვან სიკვდილს. თაიესე იმად ხტის, ეს ციტატაა ფსალმუნიდან, იმად ხტის, მხიარულობს და კუნტრუშობს კრავივით, რომ მას ღრუბლით გამო, ანუ ღრუბლიდან სულიწმინდისაგან მოესმა იგივე სახელდება შვილებისა, მამა რომ მიაკუთვნებს ქრისტეს ცხოვრების მომცემელსა, რომელმაც იოანე მახარებელში უშვილა ღვთისმშობელ მარიამს ჩვენი თავი, ყოველი ადამიანი. რამხელა ღირსება, ხოლო ჩვენ ვითარცა პირუტყნი მოსდებით, ვითარცა კაცნი მოსდებით, როგორც ფსალმუნშია ნათქვამი, ჩვენ უბადრუკებზე. ეს ხომ სახელია უზეშთაესი უფრო ის ყოველთა სახელთასა, როგორც პავლე ამბობს ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში, რომელსაც ზედაც ახარობენ თაბორი და ერმონი. ესე არ ზეჩების საყვარელი ამოწმებს ზეციური მამა, ამ სიტყვებშია სიხარული ყოვლის საქმნილებისა, განსაკუთრებული ნიჭი კაცთათვის და მათი მოუცილებელი განდიდება, არამედ თუ ის ვიზედაც ამოწმებენ ადამიანია, თუმცა არა მარტო ადამიანი, ანუ ღმერთკაცი. მას მოვედით საყვარელო, თანამოშორნე შევექმნეთ მოწაფეთა მორჩილებას, მზადყოფნით შეუდგეთ ქრისტეს ხმას, ჩამოვიყაროთ ჩვენგან ვნებათა მტვერი, ურცხვენელად აღვიაროთ ზეღვრთისა ცხოველისა, ღირს ვიქმერით რა აღთქმის მიღებისა, აღვიდეთ სათნოებათა მწვერვალზე, რომელიც სიყვარულშია, სადაც შევიქმერით ხილველი დიდებისა და მსმენელი გამოუხელთა სიტყვათა. ჭეშმარიტად, როგორც თქვა უფალმა, თვალი თქვენი ნეტარ არია, რამე თუ ხედვენ და ყურნი თქვენი რამე თუ ესმის, რამე თუ მრავალთა წინასწარმეტყველთა და მართალთა გული უთქმი და ხილვად, რომელსაც თქვენ ხედავთ და არა იხილეს და სმენად, რომელი გესმის და არა ესმა, როგორც გვასწავლი და უფალი მასჟამსაშინა და დღეინდელად დღემდის შეგვაგონებს. დასასრულ მინდა ამოგიკითხოთ ერთი ჩვენი რიტმიული ლექსი,
რომელიც galaktionis არ იყოს მისგან ნათელღებულს ამ განწყობილებებს, განცდებს, შინაგან ბრძოლებში და სხვა დამქონდა ჩემს სულსა და გულში და ბოლოს გულმა ჩემმა თუ ძალიან კადნიერი არ იქნება აღმოსთქვა სიტყვა კეთილი. ამას ვამბობ არა იმიტომ რომ ჩემგან ამოდის და მეწმინდა ვარ, არამედ ვამბობ იმიტომ რომ ეს თავად რაზეც არის ამ ლექსში ლაპარაკი არის წმინდა. კერძოდ ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი ეს გუშინწინ არ იყო დამდგარი როცა ვადგენდი ბეთლემის ღვთისმშობლის დაუმჯდომელს ჰიმნებს როცა ვკითხულობდი ისეთი განწყობილება მოვიდა პოეტიზირება მოხდა და უცბად ამოხეთქა ეს საბაბს ეძებს თითქოს რაღაც უხილავა და ამოხეთქა ამან ეს მინდა ეს ლავა თქვენს გადმოგაფრქვიოთ სადაც გაჟა პოეტიზირებული სახით ფერიცვალების საიდუმლოზე როგორ შეძლებს ადამიანმა იცვალოს ფერი ანუ დაემსგავსოს ღმერთს და ცხონდეს შედარებით მოკლეა მოდის გეტყვით ამასაც რატომ მოკლე როდესაც მას ვადგენდი ღვთისმშობლის დაუმჯდომელს რომელიც ფიქრობ დასრულდა იმავე დღეს და ძალიან ფიქრობ პოეტური გამოვიდა ვიდრე რომ ღმერთს თხოვდი შეწევნას და დედა ღვთისას წამოვიდა პოეტიზირებული განცდები და სტრიქონსა და სტრიქან შორის დაუმჯდომელისა ჩავწერე რადგან მქონდა კი არ დავწერე ჩავწერე რაც მესმოდა გულში და სულში და ამ დროს დარეკა ჩემმა დამ ავათიბო საკმაოდ მძიმედ დავაკავშირე ჩემს კურნალექებს ჩემს ბრელს ამასობაში დაეცა პოეტური განწყობილება გადავედით პროზაში მაგრამ ეს ხო სიყვარულია მოყვას დავეხმარე დავაკავშირე მადლიანი დარჩა ღვთის მადლით კარგად არის უკვე და რა კი იმექებს დაუკავშირე რომელსაც ბავშვები მიხავდა დასასვენებლად მეუღლესთან ერთად მას და მის მეუღლეს მიუძღვანე და პირველს მათ გავაცანი წავუკითხე ეს ლექსი ეხლა გავიმეორებ მოკლედ რომ თქვა ეს მიზუნა წაწერილია გიორგიდან ნინო კანდელაკერში ეს არ არის ლექსი ტრადიციული გაგებით ეს არის რიტმული ლექსი რომელსაც პირადად მე ყოველგვარი ფორმისა და სახის ლექსს ვამჯობინებ ადვილია აზრის პოეტურად გამოთქვა რიტმული სტრიქონებით ჰიმნოგრაფიის უძირო ზღვაში ღრუმელები მოვინახულე ღვთისმეტყველების მეცნიერების და სულიერი აღმაფრენების და დავსკბი მათში დამცავი ვიწყი ამავება ამაო სოფლის ოხრა კარგია აქ შენთან ყოფნა ვიტყვი პეტრესებრ ვით მან თაბორზე ფერიცვალებებზე ფიქრობდი მე მთელი ეს დღეები ვიტყვი პეტრესებრ ვით მან თაბორზე ტალავარი ვქნა ეგებ მეც შენთვის და მეც ვუჭრეთე თავ დავიწყებით ხელთ უქმნელ ნათელს შენი დიდების წმინდა მამები განმემარტავენ ჯერ აღვეთ მთაზე სათნოებების ეძებდე მასთან გამხულოებას მიეცი თავი ლოცვას მხურვალეს და შენც მიახსევ ფერიცვალებას უწმინდეს ღვთიურ ენერგიებით მერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ აი რა არის უკვდავება ხუთ ჩამოვთვალეთ და ეს ზოგმა თავის თავზე მიიღო ჩამოთვალა მოიწყინა ზოგმა სიბერე ავადმყოფობა განსასწრებელი შვილისგან ამისგან ყველასგან მაგრამ როცა მოგინახულებ სული წმინდა უდაბნო ხდება ოაზისი აი ეხლა მე ამ წირვაზე და ამ სიტყვაში ვიმყოფები ფიქრობ ზოგიერთ თქვენთაგანთან ერთად მაინც თუ ყველასთან ერთად არა თუ არ შეგეხოთ ჩვენი სიტყვა ვიმყოფები ოაზისში რომელიც არის ზეციური სასუფეველი აგეუფალმა გითხრა 60 თქვენ შორის არის როდესაც ლოცულობ დახშ გული შენი შევედ საუნჯესა შენსა და ილოცვიდე აი ეს არის 60-ის წინა გემოსხილვა მესამედ ვახსენებ თქვა ღირსიეფრემ არიზონელის ღიურს რომ კითხულობ როდის დაიწერა რა შთაბეჭდილებებია რა განცდებია იესოს ლოცვისთვის რომ დგებოდა ხამე და ქონდა ბრძოლები ბოროტისგან ხან გონების გაბნებას ცდილობდა და ასე შემდეგ ხან ძმებისგან იყო გულნატკენი წინამძღვარი იყო ფელოთეოსის მონასტრის და ეურჩებოდნენ ხშირად და სხვა და მხოლოდ იესოს ლოცვაში ღმერთთან საუბარში იღებდა იმას რისი მიღებაც არავისგან და არსად არ შეიძლება მას ქონდა ზოგჯერ ღვთის შეგრძნებების მყოფნისა რომლის როგორ ერთი პოეტურად ამბობსო ესე იგი ცრემლები ჩემი სულის სიტყვებიო ყველა დიდი მამა ღირსი მამა არის დიდი პოეტი
აი გნებას დამასკელის ეს სიტყვა რომ წავიქით, რომ ქრისტიანობის არისტოტელად იწოდება, ამავე დროს იყო დიდი პოეტი, ჰიმნოგრაფი არის. ყველაფრისგან. ყველა დიდი ეს мама, გასენ ქადაგებელ ღვთისმეტყველი, იყვნენ ამავე დროს პოეტური სულის ადამიანები. ძალიან პოეტური დღიურია, ესე იგი სიტყვებს ვერ პოულობს, გადმოსცეს ის განცდა. ის თუ ვინ არის ღმერთი, როგორია ის? ის სიყვარულია, მაგრამ წმინდა მამებმა როცა ამბობს ღმერთს, რომ სიყვარულია, ამითაც კი ვერ ახასიათებ როგორია კერძოდ ღმერთი. ის არის მეოცდომელი. თვალშეუდგამი, შეუცნობელი. მაგრამ დროდადროცა გამოკრთება თაბორისეული ნათელი, ამა თუ იმ წმინდა მამასთან, თქვათ ლოცვის ჟამს, სინანულის ჟამს, გნებავს სათმოების, მოწყალების კეთების ჟამს, როცა გიყვარს ის გლახა გინდა გულში ჩაიკრა, არ მოწყალება მისე. აი მაშინ ხდება ღვთისაგან მონახულება. მაგრამ მას ჰქონდა ამ ღირს მამას არა მარტო მონახულება ღვთისაგან, შეგრძნება. ამიტომ არის რომ პირველად რომ წავიკითხე კაცო ბეჭდავი შეცდომა ხო არა და მერე რომ კიდევ შევხვდა გავოგდი. ღმერთს მიმართავს როგორც მამილო, მამიკო, შენი შვილიკო, ნახვამდის, შეხვედრამდე მე ვერ გავბედავ ამის თქმას. ეს შემგან იქნება თავხედობა, იმიტომ არა მაქვს. ეს სიწმინდა და აქედან გამომდინარე ის სიახლოვე ღმერთთან და მათ ამ წმინდა მამებს ეს კადნიერება ჰქონდა. და მას ჰქონდა არა მარტო შეგრძნებები ღვთისმონყოფნისა, არამედ თეოფანია გამოცხადებები. ის აძლებინებდა წმინდა მამებს, თვითონაც აღნიშნავს ეს ღირსი მამა. უშენოდ მკვდარი ვარო. ამიტომ ტიროდა, როცა ღმერთი მისგან მიდიოდა გამოცხადებაში თუ შეგრძნებაში, ებედრებოდა რომ არ დაბრუნებულიყო შვილიკოსთან. მამიკო გამოოგნებელი და ამას რატომ გელაპარაკებით საყვარელო? აი ის არის სიწმინდე, ის არის ღმერთის სიყვარული, ის არის უფალთან სიახლოვე. ჩვენ ყველაფერის მანებითი გვაქვს აქ. გამადიდებელ ლინზაში უმზელთ ჩვენს მოჩვენებით სიკეთეებს. თავი რიტორები გონია და მჭერმეტყველები. არაფრად დარღის ამ ერთი ღირსი მამის ცრემთან შედარებით თუნდაც. წმინდანებში განსაკუთრებულად აღნებაში და გულის სიღრმეში ერთ-ერთი წმინდა მამა ზაქარია კარიონის ეს ადრე მომიყოლია და სიტყვა ითხოვს რომ ახლაც ვახსენო. და რაღაცაზე მინდა შეგახედოთ თქვენს და რაღაცა გაგრძნობინოთ, შეგაგრძნობინოთ. არ ვიცი კიდევ რომელი ინფიქსები ვიხმარო რომ უფრო გასაგები გახდეს თქვენთი და შესაგრძნობი. მისი მამა ზაქარიასი განშორდა ცოლს, ორი შვილი ჰყავდა, არ ჩანს მიზეზი რატომ. და გადალახა დინარე ნილოსი, გადაცურა და წავიდა ერთ ღრმა უდაბნოში და მიეცა მოღვაწეობას. კარიონი. ესე კარიონი, მამა. მაგრამ ამ ერთხელაც ეგვიპტეში, როცა ნილოსი შრებოდა, იწყებოდა შიმშილობა, თქვენ იცით ისტორიიდან, საშინელი შიმშილობა ჩამოვარდა, ისე რომ შვილები შეიძლება დაფოცილიყვნენ და დედამ აიტატა ორივე შვილი დიდი გაჭირვებით მიაღწია როგორც იქნა ნილოს, იქ ერთი ბერი იყო ხოლმე უდაბნოს მხრიდან, ფარგალიტი მეკარე, რომელსაც თუ რამე იყო შესატყობინებელი, მიქონდა და მოქონდა. შიკრიკი იყო რა, უდაბნოსა და ერშორის. ხო და უთხრა რომ დაეძახა ამ ბავშვების მამისთვის, კარიონისთვის და მართლაც რამოდენიმე დღე დაღამე ელოდა შორს იყო ღრმა უდაბნოში და ბოლოს ჩამოვიდა და ესე იგი უთხრა გადმოსახა დედამ რომ შიმშილობა ხალხი იხოცება, შეიძლება ბავშვები დამეხოცოს, ეს შენი შვილებიც არიან, მოდი მე ქალიშვილს დავიტოვებ, შენ ვაჟიშვილი წაიყვანე და უპატრონებ და გადაარჩინე. გადმოსურა მართლაც კარიონმა ნილოსი, გადასურა უკან ბავშვთან ერთად და მასთან ერთად მოღვაწეობდა, მაგრამ შულის კანონის მიხედვით უწვერულის შესვლა მამათა მონასტერში არ შეიძლება. დღეს ამას აღარ უყურებენ. სად არის ესეთი ღვთისმოშიშება? იმიტომ რომ ესეთი შიშველი პირის სახე სიძვის ბრძოლებს იწვევდა ბერებში. ამიტომ არ უშვებდნენ მას მონასტერში. რის გამოც ის იყო პირშიშველი და ასაკი მოემატა და წვერი არ ამოვიდა, ქოსა იყო. ამიტომ ჰქონდა დევნა მამაშვილს მონასტრიდან მონასტერში, უდაბნოდან უდაბნოში და აი ამ დევნაშიც სრულიად ახალგაზრდა აღესრულა ზაქარია კარიონის ძე.
და მოიპოვა, მას დაეწყო ბავშვობიდან ღვთიური გამოცხადებები. ერთხელ ერთ-ერთ დიდ მამასთან მივიდა და უთხრა, რომ მამასთან მივიდა თავის ხორცელ მამასთან, რომელიც როგორც სულიერი მამაც იყო მისთვის და უთხრა, რომ ესა და ესეთი ხილვა მქონდაო, სემა და გააძევა თავისგან, მაგრამ როცა მეორე და მესამე ისე მივიდა ზაქარია მამასთან, მაშინ კი ერთ ცნობილ მამასთან მიიყვანა, ბერთან, განდეგილთან და სთხოვა, რომ მოусმინე ჩემს შვილს, მოუთხრა და არა, აღარ გაკიცხო, ღვთისგან აქვს მას გამოცხადებები. ოღონდ არავისთან არ ელაპარაკო, აუგზავა. როგორია ამ ხელა რა მიხილო, გამოცხადებები და დაიტიო შეში და არ გამოთქვა. ძალიან ძნელია. ეს დაახლოებით რა იცი, დედაკაცს შობიარობა მოუწიოს და არ ამშობიარო ხელოვნურად. პირიქით დამაჩქარებლებს უკეთებენ, რომ დროულაჩოს და არ ემოს არ დედაც არ ბავშვს, არ პირიქით ყველაფერი. და აი უკვე ახალგაზრდა სრულიად ამდენი დევნით შეურაცხყოფით, ჩიმშილი, კაცი მარხვით, ასკეთ და სხვა და სხვა სიკვდილის სარეცელზე წევს. ეს რომ მემუდაბნოება მავება გაიგეს, მეტნაკლებად შემოიკრიბენ. და როდესაც სხედან მის სხედართან ამ დროს ერთი მოხუცებული მათ შორის ღვთივ გამცნობილი მამას გამოცხადება ხედავს, რომ ცალი და ცალი განიხვნენ. გარდა მოხდა ჯერ 900 წმინდანები, 900 ანგელოზები, ღვთისმშობელი მარიამი ნათლისმცემელთან ერთად და ბოლოს უფალი დიდებისა, იესო ქრისტე. რისთვის? ამ ერთადერთი ბერის სულის წასაყვანად, ჩვეულებისაებრ ეკლესიის სწავლებით ადამიანის სული გaqავს თავარ ანგელოზებს მიქაელს გაბრიელს. ანუ ღვთისგან მოვლინებულ ანგელოზებს, ორანგელოზს. აქ მოხდა სულიად გაუგებარი რამ. მთელი ზეცა დაცარიელდა ერთადერთი რომელიღაც დემონური უცნობი ახალგაზრდა ბერის სულის გასაყვანად. როგორი მადლი მოიხვეჭა ესე იგი. დაითმინა დევნად, შიმშილიც იწვება, შეურაცხყოფა და დაიტია ისეთი გამოცხადება, რომელსაც ჩვენ ვერ დავიტებდით. არც გვექნებოდა არასოდეს, თუ გვექნებოდა ვერ დავიტებდით. პატარა რაღაცა სიზმარს ფერაც ნახავ და მოუყვები ყველას როგორი რჩეული ხარ ღვთისა, რომ ვერთმა ესა და ის გიჩვენა და სხვადასხვა არ მოუყვები. ესეთები ჩვენ ბევრი ვიცით, მეც და თქვენც. აი ეს არ ვიცით, იმისი არ ვიცით. როგორც არსენიდიც უთხრეს, რომ ერთ-ერთ უსმენ და მორჩილებით იდგა და გოგორდა კაცო. ერში იყავი მეფიშვილებს დიდი, არკადის და ხონორისო. უგანათლებული ადამიანი, აკადემიური ცნობა ჰქონდა ერში. უმდიდრესი, არისტოკრატი. ახუდაბნოში ამ ბერისგან რა უნდა გაიგო, წერა კითხვა არ იცის, პირდაპირ გაგებთ. სამაგეროთ მან ისეთი ამბანი იცი, რომელზე მეც წარმოდგენაც არ მაქვს, სეციური ამბანი იცისო. მოგლეთ ჩემო კეთილო, ოცნებებს თავი ვანებოთ, მეც და თქვენც, რომ რაღაცას წარმოვადგეთ ღვთის წინაშე. რაღაც სიკეთეები გაქვთ ჩადენილი. დიდი მლოცველები ვართ, დიდი მარხვილები ვართ. და ასე ჩვენი მარხვაც არის ჩემს თავს გულის ხომ პირველად. გემოთ მოყარების პარადია თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ. ნაყროვანების, მოსმურობის და სხვა და სხვა. დავტოვოთ ეს ყველაფერი თაბორის, სულიერი თაბორის ძირში და შეუდგეთ უფლის ნაკვალევს თანა პეტრესთან, ივანესთან და იაკობთან, რაც ჩვენც შევიქმნეთ ღირსნი წვერვალზე ამ წმინდა მთისა ღვთიური დიდებისა, რომელსა მხოლოსაშვილის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდით აზდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ. თუ ღმერთმა მშვიდობით მომყოფა, ჩემი თანაშემწე სალომეს იმედიც მაქვს, აიკრიფება მალე, უკვე წაიღო გუში ეს ახალი დაუჯდომელი ღვთისმშობელ მარიამისა ბეთლემის აქვია. ეს არის ერთადერთი ხატი, რომელზეც იღიმება ღვთისმშობელი. ასეთი ხატი არ არსებობს. ეს ხატი ძალიან ადრევე, ძალიან მიიღო ჩემმა გულმა და კახას ხატწერს კურთხევა მივეცი, დაეწერა სამი მოწამის ტაძარში ხელმარჯვნივ თუ გახსოვთ თქვენ დასვენებული და აი ამ სიყვარულით შედგა ეს დაუჯდომელის, თუ მშვიდობით ვიქენი იმედია, რომ მხარს ამებავს სალომეც დაიბეჭდება და ვიდრე წიგნად გამოვა, ნაბეჭდიდან მინდა პირველი დაუჯდომელი გადავიხადო ამ ხატის წინაშე მომავალ 4 შაბათს. გეპატიჟებით ყველას ღვთისმშობლისა და მისგან ხორჩესმული სიყვარულით. ამენ. დამდეგ შვიდოულში კვირადღეს წირვა იქნება, წირველი მამა გიორგი იქნება, 4 შაბათს დაუჯდომელი ბეთლემის ღვთისმშობლისა იმ ხატის წინაშე და იმ ხატის ისტორიასაც მოგიყვებით. ძალიან საინტერესო მისი ისტორიაც შევიდა პოეტიზირებული სახით თვითონ დაუჯდომელში, არა მარტო ჰიმნებით ვისარგებლენ. ვიცი პირი გაგიშრათ თქვენც და მეც
და მინდა გაგახაროთ. გაისველეთ. დღეს ღვინით არის ხსნილი და თევზითაც. შეგარგოთ ღმერთმა. ესეც და ისიც. სულიერი და ხორციელი ტრაპეზი. ამენ.